მიესალმე ჩვენს მაყურებელს და გავიგოთ მაყურებელს ესმის თუ არა შენი ხმა. Chat სალამი. Chat სხვათა შორის გახსნილი მაქვს ეს ვკითხულობ chat-ს, პროსტა დამიუთებული მაქვს, იმიტომ რომ მე რაღაც. ხო, არა. ორ მაგის ხმა იქნება. შეკითხვებს წამოვიღებთ მე იქიდან რა ქვია chat-ი. ჯერ მოგვიყევით თქვენი ისტორია. ინტერვიუს ბოლოს მეგობრებო მანამდე ეს აშკილება. დიახ, ჯერ უბრალოდ თქვენი ისტორია მოგვიყევით. დიახ. ეს იგი საინტერესო ამბავი არის, რაც გადაგვდა თავს მინდა შეძვა კაცს, იმიტომ რომ როგორც იცით და როგორც ახსენეთ, ქართული ოცნების რეჟიმა გაგვიტაცა. პირდაპირ მნიშვნელობით. თავიდან ბოლომდე მოგვიყევით, აი ჩათვალეთ, რომ ჩვენ ვართ ფილისტინელები და ვაფშე არაფერი არ ვიცით ამ თემასთან დაკავშირებით და აი როგორ დაიწყო? პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ დიახ. მინდა განვაცხადო, რომ ქართული ოცნების დღეები დათვლილია იქიდან გამომდინარე, რომ ანუ რეჟიმი უკვე ამას ვეღარ გაუძლებს. ასეთი ბიჭების გატაცება ეს არის უკვე ბოლო წვეთი ქართველებისთვის და შესაბამისად დიახ. შესაბამისად მით უმეტეს ესეთი ნაღები ფილოსოფოსები როგორც თქვენ ბრძანდებით, არ შეიძლება რა გაიტანოს. სანამ მოყვებით თქვენ ისტორიას. დიახ, სანამ მოყვებით თქვენ ისტორიას, გითხარით რომელ ფილოსოფოსის ჭრილში შეაფასებდით ამ თქვენს თავზე გადამხდარ ამბავს. უფრო აი შოპენჰაუერი იყო თუ რომელი აბა? ეს იყო ზაზა შათერიშვილის ვიტა აქტივა, იმიტომ რომ აქტიურად მოგვიტაცა 7 ადამიანმა, რომელიც ძუნძულით მოგვდევდა ზანდუკელის ქუჩაზე, ამიტომ პირდაპირ მნიშვნელობით ეს იყო აქტიური მოქმედება. კარგის ბატონო, მაშინ გასაგებია თქვენი ფილოსოფიური სოფლხედველობა შეიძლება ითქვას, ალბათ შეიძლება ითქვას და მოგვიყევით ახლა თავიდან ბოლომდე თქვენი ისტორია. Короче, ვიყავით რუსთაველზე რა და ეხლა მოგიხსენებათ რუსთაველზე უფრო მეტი სუსი არის, რომელიც აპირებს რომ რავე ისეთი გააკეთოს აქციაზე, რაც რეჟიმში აწუხებს, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე. ამიტომ როცა სახლისკენ დავინახეთ რომ რაღაც 6 ტიპი ჩვენ გარშემო ბზრიალებ და გიჟივით და გადავწყვეტეთ რომ შეგობოწები და ნამდვილად რადიკალური აქციის დაშლას და ეს რა ქვია და დარბევას აპირებდნენ თუ ჩვენ გვითვალთვალებდნენ და გაკეთო გადავწყვეტეთ რომ მოუწყვეტილიყავით რადიკალების მასას. დიახ. და გავედით ზანდუკელის ქუჩაზე. დიახ. ხო და ამ ზანდუკელის ქუჩაზე რომ გავედით ესე კაცო, იქ რაღაც მომენტში აისეთ თან ხო იმაშება რა ქვია, უხვევს რა ეგ ქუჩა და მაგათი თვალთახედვას მოუწყდით. და მაგით უტესავდით რომ ეს რა ქვია, თუ აუჩქარებდნენ ეგენ ნაბიჯს და გამოყვებოდნენ რომ თვალთახედვაში ყოფილიყავით, ესე იგი ჩვენ მოგდევდნენ და რო დავინახეთ რომ ძალიან აუჩქარეს ნაბიჯს და შემცირდა ჩვენ შორის მანძილი, რა თქმა უნდა ჩვენ გავიქეცით. რომ ჩვენ ისინი გოგონენ ნდერები. 4 ტიპი იყო სტები, უსამი არ ვიცი, შავებში ჩაცმული. დიახ. და რა ქვია, არანაირი ნიშნით რა თქმა უნდა, ხო და რომ გავიქეცით რა თქმა უნდა ისინი ვერ დაგვეწევდნენ, იმიტომ რომ ქოშინებდნენ იქ რა მოვიდნენ, ხო და გამოგვიკიდნენ მერე მანქანით, უბრალოდ როგორც მივხვდი ეს რა ქვია, შეეშალათ და ამოვიდნენ რაღაც უცხოური ნომრიანი მანქანები. მიუნხენის ნომერი იყო როგორც ჟურნალისტური გამოძიება. დიახ. ხო, არსად არიძებნება ხო და ეთქობა იქ რა მანქანაც იყენათ იმ მომენტში, იმით გამოვარდნენ და ეს მანქანა რო ამოვიდა ზებოთპირზე წინ გადაგვიჭრა გზა და მაქედანაც 4 ტიპი გადამოვიდა და რაღაც გვიყვიროდნენ რომ არ გაიქცეთ. ხო და მე მეგონა რომ ესენი რა თქმა უნდა ზონდერები იყვნენ და გაქცევას კი არა, რა ვიცი, მე გადახტობას ვაპირებდი რა მე რა ქვია, რა ვიცი, სადმე გვერდით, იმიტომ რომ მეგონა რომ დაბაგორებდნენ იქ რა ვიტებით. ხო და ეს საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ პოლიცია იყო რაღაც დაგვიჭირეს ჩებედაჩევის ბაკაც და ჩაგდდეს მანქანაში. სადაც მე ერთ-ერთმა პოლიციელმა ოღონდ კრიმპოლი იყო რა საბოლოო ჯამში, ანუ იძახდნენ რომ პოლიცია ვარ თუ არა, კრიმპოლი იყო და ვერ გვაჩვენეს რაღაცა მოწმობა, რავი, დაგლეჯილ ქაღალზე ეწერა პოლიციელი თუ რა ვიცი რა იყო და დიახ. წაგვიყვანეს გაყოფილებაში. და თქვენი აზრით რა იყო თქვენი დაკავების მიზეზი, ბატონო რატი? როგორც აღმოჩნდა ამ ტიპებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ავერიეთ სხვა ტიპებში ვერ გაარჩიეს მწვანე ქურთუკი მწვანე საწვივარისგან. აჰა, დიახ. პოლიციის შედობაში რომ გადაგვიყვანეს იქ გვაჩვენებდნენ კადრებს რა, ვიღაც ტიპი მანამდე ხო ეს დაუმორჩილებლობის თუ რაღაც ეგეთი მარში იყო და მან დალანდეს ვიღაც ტიპი რომელიც ფეერვერქსი სროდა. დიახ. და მაგ ტიპს მიამსგავსეს შევიძმა კაცი. აჰა. და ერთი საათი ტვიდი გვიტყდეს მაგაზე რომ გიდა თუ არა აქტივები ხართო და ვერაფრით ვერ უმტკიცებდით, რა ვიცი რა. დენტის სუნი აგდიოდათ? თუ უბრალოდ სიმყრალეს.
Короче, ნიღაბი სხვა ქონდა ჩემს მაგას თან ჩანთაში უპოვეს რა, ანუ არც ეკეთა. ქოლგა სხვა ქონდა, ჩანთა სხვადაირი ქონდა. აი ვაფშე არანაირად არ გავდა რა იმ ტიპს და ვაის ტვის გვითხრნავდნენ რა, ცალ-ცალკე ოთახში ვიყავით და ჯერიბას კითხავდეთ ვერევე, რომ კიდე თუ არა თქვენ ხართ ეგ ტიპები და როგორც იქნა ვერე მივხვდნენ რომ ეგენი არ ვიყავით. ახლა კაცური ქართულ ჯიგრულ პლოტში იყავით თუ არა ლებგვით რა. ბიჭო, იმ კონკრეტულ ობედში მენიღვით არ ყოფილა ვარ. მით უმეტეს რუსთაველზე მაგათმა რომ დავინახეს, რასაც ამბობენ და მოწმე პოლიციელმა როგორც თქვა რომ ნიღბით დავინახეო, მაშინაც არ მეკითხა ნიღაბის შესაბამისად. მათი ინფორმაცია თლიადად სიცრუეს ემყარებოდა. აჰა, კი ბატონო. ეხლა მოგვიყევით საპყრობილეში რა სიტუაცია იყო? გდანის ციხეში, თქვენ დიღმის ციხეში იყავით როგორც ვიცი ხო? იღვის ციხეში იყო დიდი каранტინი, მოგვიწია 20 სპეცრაზბელში გავლა. დიახ. და გირტყამდნენ ალბათ, ხო? აი. გვერტყავდნენ ბევრს და ბოლოს კითხეს ვიყავით თუ არა ქურდები, რაზეც ჩვენი პასუხი იყო, რომ არა ჩვენ ქურდები არ ვართ. და ცოცხი გქონდათ რა? შესაბამისად მინდა გავაცხადო, რომ რადგან ქურდები ვიყავით, ქურდები არ ვიყავით, ყველა კარგად მოგვექცა ციხეში და არავის არ დაურტყია ჩვენთვის. რაც ალბათ ეჭვებს აჩენს იმ ადამიანებზე, ვინც ცემეს ნაციონალური სისხლიანი ნაციონალური მოძრაობის დროს. და ხო, რა თქმა უნდა, ანუ მაშინ იმათ უნდა ეთქვათ, რომ ჩვენ ქურდები ვართ, რაც შემთხვევაშიც დამსახურებული ცემა იყო ახლა დამეთანხმებით ალბათ. ხო, რაც შეეხება დიღმის იზოლატორს, რომელიც აშკარად ბევრად უფრო ცუდია ვიდრე ზაჰეს იზოლატორი. აქ მოდი განვაცხადოთ, რომ თქვენ ზაჰესშიც ხართ, ნამჯდარი. რა თქმა უნდა. დიახ. ბიჭო, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. სიცივე. რაღაც ანუ ყლესაჭმელი, რა თქმა უნდა, რომელსაც არ ვჭამდით. მადლობა მეგობრებს, რომელმაც საჭმელი შემოგიგზავდეს. შუქი სულ რაღაც დაყლე, ანუ რაღაც საშინლად ანათებდა და დამაძინებლის დალევა მომიწერო დამეძინა და ბიჭო, ანუ ახლა ანტისანიტარია დიდად რო გითხრა არ იყო, მაგრამ ზაჰისგან განსხვავებით რა ცუდი ქონდა ისაა, რომ ტუალეტი იყო რა კედლის მეორე მხარეს, რა ზაჰესში იყო, რომ ესე იგი ანუ რაღაც პატარა ოთხკუთხედისავით იყო, სადაც შედიოდი რა და იქ იყო ტუალეტი და აქ იმედა რაღაც რავი 1 მეტრიანი კედელი იყო საძიდებელს და ტუალეტს შორის, რაც არის ძალიან დიდი ყლეობა. სუნი იდგა, რა თქმა უნდა, ხო? ალბათ. არა, სუნი არ ყოფილა. აჰა, სუნი არ ყოფილა. თვითონ იქაური პოლიციის მეენტები, ასე ვთქვათ, როგორც მიმართავთ, როგორ მოგეკითხდნენ თქვენ თვითონ დიღმის იზოლატორში? დიღმის იზოლატორის ბადრაგი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ის, რა ქვია, ზაჰესის რა, იმიტომ რომ აქ ვიღაც საწყალი კაცი მუშაობდა, არ ვიცი 50 წლის იყო და ცოლ-შვილი არ ყავდა. და საწყალი ყოფილა. რა ვიცი მე რაც გჭირდება ეს რა ქვია ყველა ვითხარი და ყველაფერს მოგიტანო და გენაცვალე შემოგიგზავნო. და მაგრამ საინტერესო იყო ეს რა ქვია ეგთანმა რო გაქვს ინჯა no pun intended. ეს რა ქვია შეიძლება კოცკალბა რო ვაიმე სულ ახალგაზრდა ბიჭები ვაყავთ ციხეში ეს რა დრო დაგვიდგაო და მეთქი აი ქალბატონო აი ხდიახ რა თქმა უნდა ხო საჯიში ახალგაზრდებს ანადგურებენ ეს ნაბოზრები ახლა როგორც ის კი ბატონო თქვენ თან ასეთი ფილოსოფოსი ადამიანები ბრძანდებით ახლა მე რა მაინტერესებს ახლა თქვენ პირდაპირ შეხება გქონდათ ასე ანუ ასე ვთქვათ ინტიმურ მდგომარეობაში იყავით ამ ბადრაგებთან და ნუ სისტემის მუშაკებთან ასე რომ ვთქვათ და თქვენი აზრით არის შანსი რომ გადმოვლენ ისინი ქართველი ხალხის მხარეს ისტორიის სწორ მხარეს დადგებიან მე მგონი რომ რაღაც დრო ჭირდება მაგალითად მე რო ყოფილიყავი დიღმის იზოლატორში კიდევ 3 დღე მე მგონი რომ შევძლებდი მათ დარწმუნებას რომ არასწორ მხარეს არიან და რეალურად გამოსავალი არის ევროპაში და ლიბერალურ დემოკრატიაში მე მგონი რომ თვითონაც ხვდებიან უბრალოდ ეშენია თავის თქმა და ჩვენ უნდა უთხრათ რომ მას შემდეგ რაც დასრულდება კოც რეჟიმი ჩვენ გულში ჩავეკრავთ ბადრაგებსაც პოლიციელებსაც და სპეცრაზმელებსაც რომლებიცაც რეალურად ჩვენ მხარეს ყოფნა უნდა უბრალოდ არ შეუძლიათ ჩვენ მხარეს გადმოვიდნენ მშვიდობიან პროტესტზე გავაგრძელოთ ამ ადამიანების თვალებში ჩახედვა და შეკითხვები თქვენი შვილების მომავალზე რას ფიქრობთ და ოდესღაც ეს გამოიღებს შემდეგ თქვენ ამას ამბობთ ხო რა თქმა უნდა მე ასევე შემიძლია ვთქვა რომ კრემლის თანამშრომლობა როდესაც გაიგო რომ მე ევროპა მინდოდა მაშინვე მითხრა რომ კარგი გაგიშვებო რადგან შენ ევროპა გინდა და ახალგაზრდა ბიჭი ხარ რომელიც ფილოსოფიაზე სწავლობს შესაბამისად მშვიდობიანი პროტესტი უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში მათ აშინებთ ჩვენი სიმშვიდე რეალურად საბოლოო ჯამში და ახლა რა თქმა უნდა მათ უნდათ რომ
ისინი ბრაზდებიან, როცა ჩვენ სახეებს ხედავენ და ჩვენ გაბრაზება არ გვეტყობა სახეებს. და ასევე, იმათ უნდათ რომ სისხლი დაიღვაროს და ჩვენ ამ პროგრესაზე არ წამოვიგოთ, ხო, რა თქმა უნდა. ცხადია. კარგით. ახლა გითხარით თქვენ ესე იგი კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებთ თქვენზე არანაირი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ცდელობა არ ყოფილა, ხო? არა. აჰა, ოკეი. სამწუხაროდ არ ყოფილა. მე როგორც გავიგეხ თქვენ, როდესაც საპრობილებში მამლუქობაში როცა იმყოფებოდით მოკლედ მოტაცების შემდეგ, თქვენ განათებდნენ სახეში ლაზერებსო და გეუბნებოდნენ მოგწონს თუ არაო, აბაო, ესე გეუბნებოდნენ და მართალია თუ არა ეს? ეს ფაქტი მოხდა, ვაფიქსირებ, თუმცა ამასთან ერთად მინდა დავაფიქსირო, რომ თავის თანამშრომლებს ანათებდნენ ამ ლაზერს და შესაბამისად ჩემთვის იმას აბულინგებდნენ, ხო, ესე იგი? ჩემთვის ეს ფაქტი არ ყოფილა ეს რა ქვია ფსიქოლოგიური ტერორი, იმიტომ რომ თავის თავს უფრო მეც ანათებდნენ ვიდრე მე. ანუ ჩემი აზრით საერთოდ პირველად ეჭირათ ლაზერი ხელში და შესაბამისად ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს, რომ ლაზერით ცოტა ხანი მაინც თავი გაერთოთ. ხო, რა მაგარია, ნახე რომ დააჭერ ღილაკს წვალეთ ანათებს. რომელი რეგიონიდან იყვნენ თქვენი აზრით ეს ბადრაგები და ზოგადად თანამშრომლები კრიმპოლის? აქცენტზე რა ეთყობოდათ? ბიჭო, შიდა ქართლი და კახეთ, გაგიკვირდებათ. გაგიკვირდებათ ისინი იყვნენ შიდა ქართლიდან. ერთ-ერთი იყო კარალეთიდან, რომელიც არის სოფელი შიდა ქართლში. დანარჩენებიც მეტნაკლებად მაგ რეგიონიდან. ბადრაგი სხვათა შორის ეკიდან იყო, რა ქვია, გორიდან თუ არ ვცდები. ვახ, როგორი ნაღები საზოგადო გამოდის ქართული ამ რეგიონებიდან რა, შიდა ქართლიდან განსაკუთრებით. ხო, კარლელები თუ იყვნენ ახლა ეს თქვენ პირადად მოხვდებოდათ, ვიცი. ბიჭო, კარლელი იყო სხვათა შორის ის ვიც მაგშოტებს მიიღებდა. აჰა. უი, ეს მაგშოტების პუბლიკაცია არ მოხდება, ეს მე მგონი ახლა როგორც ვანო მერაბიშვილის მაგშოტი გვაქვს ჩვენ ისტორიაში შემონახული და ასევე დონალდ ტრამპის მაგშოტი და ვიცით რომ ეს ძალიან მაგარ ძალიან კარგი ის არის რა, პიარი არის და თქვენი მაგშოტის წვდომა გაქვთ თუ გვექნება საზოგადოებას? სამწუხაროდ არა. როგორც ვიცი, აი ძალიან სამწუხაროა. კარგით, ახლა გითხარით, თქვენ როგორ ატარებდით დროს ამ საპყრობილეში? გარდა იმისა, რომ მამლუქობდით, რა თქმა უნდა. საპყრობილე იყო სხვათა შორის, საპყრობილეში რომ ძალიან მალე გავიდა, იმიტომ რომ დაბაძდებელი გავლია და ბენზინა, ალბათ 16 საათი, არ ვიცი. და მე მეორე დღეს სასამართლოზე წავედით. მაგრამ აქ საინტერესო ისტორია არის, რომელიც ალბათ ჩატსაც მოეწოდება. ერთ-ერთი კრიპოლის თანამშრომელთან გქონდა გასაუბრება. სანამ იზოლატორში გადაგვიყვანდნენ, ერთი 10 წუთი მიიხსნი და ეს რა ქვია, რა არის ნამდვილი კაცობა. და რატო არ ეს რა ქვია, არასამხარეს. და ნამდვილი კაცობა იყო სიმართლის ლაპარაკი. რის შემდეგაც ამბოწმებ გაგიკვირდებათ ასევე და სრუჩვედება მისცა სასამართლოს წინაშე. და თქვენი აზრით, ანუ სიმართლის ლაპარაკში რა შედიოდა? ანუ ის თქვა, რომ მე 2008-ში ვიბრძოდი და აბა ეხა შენ იბრძოლებ რუსეთი რომ შემოვიდა, ეს გითხრა? არა, ეგეთი რა, ეგ არ ულაპარაკია, მაგრამ კარგი პოლიციელის როლი ითამაშა და მითხრა, რომ ჩვენ შეიძლება სხვა დროს, სხვა სიტუაციაში შევხვდეთო და ამიტომ ერთმანეთის თვალებში და ჩავხედოთო და არ გვიდა რომ ერთმანეთს დავძაბოთ სიტუაციაო და მეთქი რა ვიცი. მეგობრებო, რომ ვილაპარაკოთ სიმართლე რა პრობლემაა. ოკეი, და ახლა ეს მოძღვრების ცელობაც ქონდა, ეს თავისთავად. ახლა მე მაინტერესებს ღიპის გარშემოწერილობა საშუალოდ რამდენი იყო ამ ჩვენს ნეოპოლიციელებში, ქოცურ პოლიციელებში? ეს იყო კრიმპოლი, შესაბამისად, მათ ანუ ღიპის შემოწირულობა დიდი არ აქვს. თუ დიდ თანამდებობაზე არ არის ასევე. ბაქედან ორი ტიპი ვის დაგვაკავა, საკმაოდ ათლეტური გარეგნობის იყო. დანარჩენი ორი ტიპი, რა ვიცი, ალბათ ეკდებოდათ საშუალო სტატისტიკური კახელის ღიპი. კარგი ბატონო. მაგრამ ძირითადად როგორც ჩანს, კრიმპოლის თანამშრომლები უფრო ანუ ჯიგიტებზე არიან გადასულები ვიდრე ღიპიან პოლიციელებზე. აჰა, კი ბატონო, გასაგებია. ეხლა გითხარით სასამართლოს შესახებ. ამ კლოუნადის შესახებ. ბიჭო, ჩემი მოსამართლე იყო სხვათა შორის ის ტიპი, ვინც პირველად გამასამართლა და ადვოკატი იძახდა, რომ ავიცილოთ ეს საქმეო, მაგრამ რა თქმა უნდა, მე არ ავიცილე, იმიტომ რომ მინდა რომ მეორედ ჩამეხედა მისთვის თვალებში და დამემტკიცებინა, რომ არასწორ მხარეს დგას და მხარეზე გადმოგიყოლა, კი. კი, მე მგონია რომ ეს მე საერთოდ მგონია რომ თუ
ყველას დაგვიჭერენ და ბევრი სასამართლო გვექნება და ამ მოსამართლეებს დაველაპარაკებით. დიახ. მე მგონია რომ არ არის ცუდი ხალხი და მათ არ შევა ვთქვი. უბრალოდ ჭირდება რომ სწორი ადამიანები დაელაპარაკონ. ხო, ანუ დიალოგი უნდა გავხსნათ, ხო, ალბათ და უნდა დავსვათ და ვანახოთ, რომ ევროპა არის კარგი. ამას მიხვდებიან ალბათ ზოგადად ესენი, რომ ევროპა არის კარგი თორე. ნუ ახლა რავი არ მგონია ბოროტი ადამიანები ემსახურებოდნენ ახლა ქართულ ოცნებას 12 წლის მერე, დაჟე 13 შეიძლება ითქვას. რა თქმა უნდა. დიახ. სავარაუდოდ ეს მოსამართლეები იმ შემთხვევაში წერენ ჯარიმებს, როცა პოლიციელები აძლევენ სრალო ერთმანეთისგან განსხვავებულ სრულიად აბსურდულ ჩვენებებს რა, იმიტომ რომ მაგათ ეს ადვოკატი რას ლაპარაკებს, რა თქმა უნდა, ყლეზე კიდიათ. მათ საბოლოო ჯამში მე ჩემი დაკვირვებით იმაზე გადის ყველაფერი, თუ შეძლებენ რომ სამი წინადადება დაიმახსოვრონ და ერთი და იგივე ელაპარაკონ, მაგ შემთხვევაში შეიძლება რომ ციხეშიც გაგიშვათ. აჰა, თქვენ წინააღმდეგ რა ჩვენებები მისცეს პატრულმა? კი არა, პოლიციამ, როდესაც გაცროთ. 173 და 174 პოლიციის დაუმორჩილება და შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევა. აჰა, კი ბატონო. ჯარიმა ნიღბის დარების გამო, საბოლოო ჯამში ასე გამოვიდა. იმიტომ რომ სხვათა შორის მეორე მოწმე ვინც იყო ეს ახალგაზრდა კრიმპოლის თანამშრომელი იყო და იმან სიმართლე ლაპარაკა და თქვა რომ წინააღმდეგო არ გამიწევია მას შემდეგ რაც 7 ადამიანმა ხელი მომკიდა და მანქანაში ჩავდენა და არ გაუქცეულო არ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ანუ სიმართლე თქვა ეს იყო რო გიყურებოდა და გეუბნებოდა სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ თუ სხვა. არა, რა თქმა უნდა არა ეს მეორე ტიპი იყო. აჰა, ოკეი. და სხვათა შორის მე ვკითხე რომ ეს რა ქვია ეს იყო მეთქი სიმართლეს ლაპარაკი რატომ მოიტყუებეთ კი და რა ვიციო მე ასე დავინახეო რაც მოხდაო ესო და ხრები მეთქი დიახ ეს ნამდვილად ასე იყო. ახლა მე მაინტერესებს მელოტი იყო ეს ადამიანი ფიზიონომია რო წარმოვიდგინოთ ამ პიროვნების. მელოტი არ იყო არც ერთი მოწმე, მაგრამ ერთ-ერთი დამკავებელი იყო, რომელიც სასამართლოზე ჩემგვერით იჯდა და იმას თამაშობდა, ბლოკბლას თამაშობდა. აჰა, ეს არ ვიცი, მობილური თამაში არა, მექანა. და კომბოებს ხათაში ხო, ანუ ეს კუბიკებს რო აწყობდა, კომბოებს ვერ აკეთებდა იქ. რა თქმა უნდა, მე როგორც ლიბერალმა და ჰუმანისტმა ადამიანმა რჩევა მივეცი როგორ გაეკეთები და კომბო და როგორ აიღო ბაღალები ბლოკბლასში. აჰა, ანუ კიდე ერთი აგური დაგიდგამთ მათი ჩვენ ხარეზე გადმოყვანის ისტორიის ხარეზე გადმოყვანის ეს. კარგით. თვითონ სასამართლო პროცესი რამდენად კლოუნადა იყო ახლა ეს გითხარით? სასამართლო პროცესი იყო ძალიან ცუდი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ რა ვიცი, ანუ მეორე მხარეს ვინც შენი მოწინააღმდეგე პროკურორი არ ქვია მაგას, სისხლის სამართლის საქმე ახვალმე პროკურორზე ვარა, ეს არ ვიცი, შესაძლოა წარმოადგენელი ალბათ არ ვიცი, თუ სუსის თუ რა. კლე. ყველგან არ ვიცი. ახალგაზრდა გოგო, რომელიც ძალიან ბევრს ყვიროდა, ანუ და რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს მომუნდებოდა რომ გაეჩუბებინა ეს ადამიანი. ანუ ერთადერთი რაც ამ სასამართლოზე იყო სრულიად გაუსაძლისი იყო ამ ქალის ციკვინი, რომელიც იყო არ ვიცი, ალბათ 23 წლის თუ 24 წლის. ხო, ეს მომწონს, აბადი ვილაპარაკოთ ახლა თქვენ ფილოსოფოსი ხართ და მე ბიზნესმენი ვბრძანდები, მაგრამ იურისტებთან, ახალგაზრდა იურისტებთან გადაკვეთა ჩვენს მქონია და ვიცით რომ განსაკუთრებით საშინელი ეს არის რა ქვია, რას არის ქალი ახალგაზრდა იურისტი, რომელსაც რაღაც აქვს დასამტკიცებელი. ფსიქოლოგიაში თუ იმჟელებთ დიდი ალბათობით ეგრეთ წოდებული პენის ენვით შემყრობილი ადამიანები არიან და მე თანხმობით ალბათ დიახ. და სხვათა შორის დიდი ალბათობით არიციან აკითხვა. იმიტომ რომ რაღაც ტექსტებს უგზავნი და ვერ კითხულობდა ეს საბოლოო ჯამში და საშინლად ცუდი უნარები აქვს, იმიტომ რომ დაასკვნა რომ რადგან აქციაზე ჟურნალისტებს და ჟურნალისტებს არ ეკეთათ ის რა ქვია ნიღბები, ესე იგი აქედან გამომდინარე ყველა სხვა მონაწილეს ნიღაბი ეკეთა აქციაზე, რაც სამწუხაროდ სპარტალი არისო. ყველას რო ნიღაბი ეკეთებოდა სახეზე, ალბათ ქართული ოცნება დღეს ერთი დღით ნაკლები იქნებოდა დარჩენილი, მაგრამ ორ კვირას -1 და მე ხა ვცდილობ გავიგო, ანუ ეს ჟურნალისტებს რო კეთებოდათ ნიღაბი ან არ კეთებოდათ, ეს როგორ წვეთს ამას რა ქვია ანუ მონაწილეებს ეკეთებოდათ თუ არა. რა ლოგიკური კავშირია ამ ყველაფერს შორის ეს მაინტერესებს. ანუ საბოლოო ჯამში არგუმენტაცია აგო ესე რომ ეს იყო რაღაც ნიღბების აქცია და ამ აქციაზე მარტო ჟურნალისტებს არ ეკეთათ ნიღაბი. და რადგან ამ ადამიანს ჩანთაში ნიღაბი აღმოაჩნდა, ესე იგი ის აქციაზე იყო და ნიღაბიც ეკეთაო. აჰა, ოკეი, ძალიან და შესაბამისად ყველა სხვა ადამიანსაც. და იმან რა ქვია, კრიმპოლის თანამშრომლაც იგივე თქვეს რომ ეს რა ქვია
უпроსტად კრემპოლის თანამშრომლები პირიქით ამბობდნენ, რომ ორი ადამიანი დავინახეთ, ვისაც ნიღაბი ეკეთა ვაუჩერს და ჩეცბა კაცი ამბობდნენ. კი ბატონო, კარგით. და თქვენი თანაშემწე ხალბატონები რატომ არ დააკავეს თქვენი აზრით? თანაშემწე რა, თანამონაწილე ასე. მე მგონი რომ მან ეგეთი სიტუაცია იყო რომ რადგან ამათმა გადაღება მოასწრეს საერთოდ რატოც ახლა ცხვირპერი არ ვაქვს დასისხლიადებული ჩემი აზრით დიდი წვლილი მიუღია ადამიანებს რომელმაც ვიდეო გადაიღეს და მალე გავრცელეს ეგ კადრები იმიტომ რომ როგორც კი პოლიციის შენობაში მიგვიყვანეს დაახლოებით 10 წუთში ერთ-ერთი კრემპოლის თანამშრომელმა რა თქმა უნდა დაჯდა და TikTok-ის სკროლვა დაიწყო. ხო და ეს შეხვდა თავარ არხზე დადებული ეს ნიუსი რომ რაღაც გაიტაცეს ადამიანები აქციაზე და პირველ რიგში რაბათ შეაწუხა რა თქმა უნდა ის იყო რომ მაგის სახე ჩანდა თუ არა მასში რა ქვია ვიდეოში. იმიტომ რომ სამწუხაროდ თუ ის გამოჩნდებოდა მისი დედა ინერვიულებდა სახში და ძალიან ეწყინებოდა რადგან მისი შვილი ასეთ საქმეებში გარეო. ეს მართლა განაცხადა. კი. აუ, შეიძლება, კარგი, დიახ, ისმოთ გაგზეთ. და ეს ბაგან გუშველა რა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ გაბაზრდა ეგ ამბავი ძალიან, მე ამათმაც დაზადნეს, რომ რაღაც ალბათ ეგ სიტუაცია იყო, რომ გაახმაურებულ ამბავზე აღარ უნდათ, რომ არ ვიცი მე რაღაც ცემა და რაღაც ყლევების დაბრალება მაგიტო აღარ დაიწყეს რა. დაგუშვეს სტანდარტული იმის, რა ქვია, იზოლატორში 48 საათით. გასაგებია. კარგით. ახლა თქვენ მე ახლა ცოტა background lore-ი გამახილოთ მოდი და როგორც იცით მე დავხვდით თემაში რა ქვია, როდესაც თქვენი გათავისუფლება მოხდა, მე გარეთ ვიყავი ყვავილებით. ეგეც უნდებათ გემახსოვრება. დიახ, მე ეს ვეხილე. დიახ და რა ქვია მაგას როგორც გავიგე ჟურნალისტა მოსამართლეს ამბობდა რაღაცა იმასო რა ქვია რუსულ ჟარგონს ხმარობდაო და ქართულად არ იცოდა რაღაც სიტყვაო და რომელი სიტყვაა ეს არ ვიცი არ დაკვირვები რომ მაგას სხვათა შორის არა შენ თქვია გადარავი მაგრამ მე ხო არა შეჩემო საიდან არ მithkoms ეგ ახლა ეგ კი არა ბიჭო იცი რა თქვი ეს რა ქვია აქეთ ამხარე მოკლედ ეს ადვოკატები ვინც მე ვიცავდნენ ამბობდნენ რომ ეს რა ქვია ადამიანები ვინც მე გამიტაცა იყვნენ ტიტუშკის ფორმებში და ის მოსამართლე ტვისტყნავდა იმაზე რომ არა ტიტუშკებს ნუ ეძახი ვიტო რომ შეურაცხყოფელი ტერმინია და მაგაზე ატრაკებდა რა საბოლოო ჯამში რომ ეს მეც ვქედი მე იმიტომ რომ მე ლაპარაკს აღარ ასწია ტიტუშკებს რომ მეთქი რა ვთქვი პროსტა რა ვიცი შავებში ჩაცმული ადამიანები რა ამნიშნულობა აქვს რა სახელს სიტყვა ხო და მაგაზე გაჭედა ძაბერჯერ და არ დააცა და მე კითხების დასმაც მოწმეებისთვის აჰა, კი ბატონო. ჯამში ესე იგი რამდენი ადამიანი გაკავებდა თქვენ, რამდენი ეკიპაჟი იყო? 3 მანქანით იყვნენ და 7 ტიპი. ეგრე მახსოვს. მე პოლიციაში მოვიდნენ კიდე დამატებით ტიპები, რომლებიც ჩვენი გადაყვანა უზრუნველყოს, იმიტომ რომ ჯიბეში ასაფეთქებელი გვედოდა, შესაბამისად უსაფრთხო არ იყო ჩვენი. ერთი ის მე იზოლატორში გადაყვანა. დესტრუქციული ქმედება იქნებოდა ნამდვილად თქვენგან. ხო, ეს ბევრი ეკიპაჟის გამოყოლა ერთ თემაზე ძალიან მაგარი რაღაცა ხა მე ცოტა ჩავეჭრები ხა ჟურნალისტის როლს კი ვირგებ ხა მაგრამ მოყვები რა ჩემ ისტორიას ერთხელ. აი ეს მძრეველაზე თუ იცით, დიღმის მძრეველაზე თუ იცით თქვენ თუ გსმენიათ. კი. ხო. არა, ესე იგი მოკლედ პარემ კონტექსტუალიზაცია რომ მოახდინეთ იმისა თუ რამდენად ბუგანო არის ჩვენი სამართალდამცავი, ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი სტრუქტურა მოკლედ. დიღომში სუფევს ერთი ადამიანი, რომელიც არის მძრეველა, მოდი ასე დავარქვათ, მასტურბირებს, ანანიზმით არის დაკავებული საჯარო სივრცეში. განსაკუთრებით კი ამაზე რა ქვია, გადასასვლელ გზაზე, ხიდზე უბრალოდ. გუნერია შეიძლება ითქვას, ხო და ერთხელ სამსახურიდან ბრუნდები და შემხვდა ეს ადამიანი და უცებ ამოიღო თავისი ესა რა ქვია კომიკურად პატარა საოხრე შეიძლება აღინიშნოს და მე თავიდან მეთქი ეს საოხრე დავლანდე განათქო, მაგრამ ნუ მე აღმოჩნდა რომ საოხრე დავლანდე დიახ და რა თქმა უნდა როგორც ძლიერ მოქალაქეს პასუხისგებლიან მოქალაქეს და ასევე როგორც ადამიანს რომელსაც დიღომზე აქვს გუნინგის მონოპოლია დაურეკე პოლიციაში. მოვიდა პოლიცია ტრადიციული პროლეტარი ბოგანოები რო წარმოიდგინოთ, კბილები რო არა აქვთ და ღიპი რო გადამოშვერილი აქვთ და რაღაცა ეგეთი აი გამელოტებული და წვერი გაუყარსა ესეთ პოლიცია მოვიდა და გადმოვიდნენ მანქანები და აბა ვინ ანძრევდა, აბა სად ანძრევდა, აბა რაღაცა ესეთ რაღაცებს და დაიწყეს საუბარი და მერე ამასობაში სანამ მათ უხსნი რა ხდება, მირეკავს ტელეფონზე უცხო ნომერი და ვიღებ. მეუბნება
უცხო ნომერი ეს რა ქვია ვინ ამძრევდა აბა მან ვინმე დაანძრია მან მე არ ვიცი ეს ვინ არის უცხო ნომერი ლაპარაკობს აქ მეთქი ან დიახ ბატონო თქვენ იბრძანდებით მე სამმართველო ვარ ესე მეუბნება ხოთა მეთქი დიახ ასეთი რაღაცა მოხდა კაი დამელოდე მან მოვალ და ეს სადღაც ესე 1 საათი ნახევარი ველოდებოდით ამ ადამიანს მოყვა კრიმპოლი და კიდევ 2 პატრულის ეკიპაჟი და ყველას ერთიეგივე რეაქცია ჰქონდა დაღრეჭილი კბილები გადმოდია აბა ვინ დაანძრია ნუ ბოლოს რომ მივედი იქამდე რა ქვია რომ მოუყევი ყველას ცალ-ცალკე ისტორია მე შემეკითხა ყველა ერთად აბა საით გაიქცა ეს ადამიანიო მე ვთხარი რომ ეს ხდება ეგ რა ქვია ნიკო რა რო არის აღმაშენებლის გამზირზე აი მანდ ხო და მე ვთხარი რომ ეს გაიქცა იქით თქო ნიკორას მოპირდაპირე მხარეს ხო და ამას ყველას გული დაწყდა ამ პატრულს აუ ეგრე თუ იყო მაშინ კაცო ეგ არისო დიდუბის იურისდიქცია არისო და აქეთ ამ მხარეო არისო საერთოდ ქვია საბურთალოს სამართლოს იურისდიქცია არის საბურთალოს იურისდიქცია არის ხო და წავიდნენ ესენი და უნდა დაულოდებოდი კიდე 1 საათი ნახევარი არა სამთახევარი არა 45 წუთი ველოდებოდი დიდუბიდან უნდა მოსულიყო ვიღაცა ესენი მოვიდნენ დამიჭირეს მე ნუ დამიჭირეს აჩამზეთ მანქანაში და წავიყვანეს ებაში რა ქვია რობაქიძეზე რო პოლიცია თუ იცი მანდ და მანდ თვითონ ამ ტიპმა ვინც წამიყვანა პატრულმა დაწერა ეს რა ქვია ოქმი ანუ ამისთვის არ მომიყოლია არაფერი არც უკითხავთ უბრალოდ მანქანაში შამსვეს და წამიყვანეს იმაში დიღმაში დაწერა რაღაცეები მითხრა ხელე მოაწერეო მეთქარი კი მეთქი კრედიტის სიამოვნებით მოქალაქე როგორ არა აუცილებლად მოუწერე ხელი თან გადავიკითხე რა იყო და აქ ეწერა მოქალაქე მოგო რაღაცა შეესწრო რაღაც საზოგადოებრივი რაღაც ანანიზმის აქვს რაღაცა ეგეთი ეწერა და ეს რა ქვია დამნაშავე მიიმალა და ეს რაღაცები ეწერა მე ვთხარი მე შემიძლია ეს რა ქვია აგიხსნათ როგორი ტიპი არის მეთქი ახლა სასწველი რა ეცვა იმიტომ რომ ძალიან ესეთი ინდივიდუალური განსხვავებული ეცვა ხო და აუხსენით არა ეგენი არ გვაინტერესებს სახეზე ვთხარი მეთქი რაღაც 1-40 წლის იქნება მაქსიმუმ თქვენ ნუ არაფერი არ ინტერესებდა და წავიდნენ და რამდენიმე კვირის მერე დამირეკეს და ვითხრეს რომ გამოძიება დაასრულდა და ვერ მივაგენით ამ პიროვნებას აი ეს არის ჩვენი სამაყო პოლიცია რომელიც გმირია მე მეკდება ერთი დამაზუსტებელი კითხვა, როდესაც რა ქვია პოლიციაში მიდიოდნენ ისინი გონკავდნენ თუ არა გზაში. არა სხვათა შორის არა, ეგრე არა. ეგრე არც აი დიახ. ჩემება იგონკავეს და ერთ-ერთ ავარია მოვიდა. გენაცვალეთ. აი ეს მაინც კრიმპოლება იცხოვა რა. ხო და გადაიჩეხა თუ როგორი არა, ნუ რაღაცა ოდნავ მიარტყა, მაგრამ ხადაობა ის იყო რომ არ ვარწყენოდა ალბათ ერთმანეთი ჯერ ერთი ასწრებდა მერე ელოდებოდა მეორის უნდელებდა სისტემას და მეორე ასწრებდა და ეგრე დადიოდნენ გზაში აი პრობოგანიზმი ესაბეს მოვორია ხო რაღაც ავარია მოვიდა გასცხო რაღაცას და მაგის გამო მერე 1 საათი ველოდებოდი ოქმების სანამ მოიტანდნენ თუ რაღაცა ანუ გაჩერდა არ გაიქცა არ მიიმალა ავარია როცა მოვიდა ბიჭო არა ის რა ქვია მოუწიათ ანუ ეგეთი ანუ ძალიან ისეთი ავარია არ იყო რა უნდა გასცხო რაღაცას გავუსვა და წავიდა მე ეს ტიპი უკან და პოლიციიდან მოუწია ოქმების თავიანთ მოტანა დიღმის იზოლატორამდე მაგის გამო ერთი ვექნის შესასვლელთან იზოლატორის აჰა ნუ ეს ფსიქოლოგიური ტერორი იყო ჩვეულებრივი შენ გეშლება რა თქმა უნდა კი ეს იყო დაგეგმილი ეს ყველაფერი. ოკეი, ეხლა თქვენ სასჯელზე ვილაპარაკოთ რა, რითი დაგსაჯეს, მოგვითხარით რა მოგისაჯა სამართლიანმა მოსამართლემ. კაცი იყო თუ ქალი ჯერ დავიწყოთ აქ ნამდვილად. აი, კაცი მანუ ჩარცაცოა, რომელსაც განუდგა მისი და თუ არ ვწდები. აჰა. და თქვა რომ მე პროევროპული და ის არის პრორუსიო. კარგით, გასაგებ. მანუჩარცაცოა ჩატა იმახსოვრეთ, ამისგან არაფერი არ ამ ინფორმაციაში არაფერი არ გამოიყენოთ, არაფერში, მაგრამ ნუ მაინც ვეღებთ. დიახ, კარგით, თქვენი სასჯელი რა აღმოჩნდა ესე იგი? ორივე დაგვაჯარებეს 2250 ლარით. ეს 250 ლარი სავარაუდოდ არის, არ ვიცი, ინფლაციიდან გამომდინარე დავატებული. არა, მე მგონი მე 2000 რო თქვენ გრანტი გაქვთ აღებული, ალბათ დაგაბრუნებელი სტავრობისთვის ესას 2250 ლარი. ორივე დაგვაჯარებეს 2250 ლარით, ოღონდ ვერ მივხვდი, ანუ იმიტომ რომ შეეძლო ძალიან მარტივად რომ 5000 ლარი დაეწერა და რატო არ დაწერა, მაგას მართლა ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ორ მუხლს გვედავებდნენ საბოლოო ჯამში. აჰა. რაც თავარია ამ ეს რა ქვია პროკურორმა ვინც ჩემ წინააღმდეგ იყო ცალსახად გადაუცხადა მოსამართლეს რომ გაფრთხილება არ მოეცა, იმიტომ რომ ერთხელ უკვე დაკავებული ვიყავი და მანამით შეასრულა სასამართლოში დადებული ფიცი რომ ყოველთვის იბრძოლა და სიბარქისთვის და მაქსიმალურად დაიცავდა არგუმენტების თავისუფლებას. ოკეი. კარგი, ეხლა ერთი კიდე ამ ქალბატონ პროკურორზე მაქვს.
შეკითხვა ხა ბექაუდი შარია გეცნობათ ყოფილი ნაცი რომელმაც ძალიან ესეთი მაინც ნაცმა გამოიღვიძა ეთყობა რაღაც მომენტში მაგის ტვინში ბოლო 12 წლის განმავლობაში და ერთი ძალიან რაღაც საინტერესო ფრაზა დაგვიტოვა სინდრომი მოუწყნელი ქარის სინდრომი კი ბატონო იცოდი რა იყო თუ არა ამით შეპყრობილი თქვენი პროკურორი მისი დაჟინებული მზერიდან გამომდინარე 4 ადამიანის 4 ბიჭის მიმართ რომელიც მის ნიშდა ჩემი აზრით ცალსახად ამას ქონდა ადგილი ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო. კარგით, ეხლა ჩვენი მაყურებლები ახლა გეცნობათ სპეციალურად ცუდი ვიდეოების მაყურებლები, ჩვენი ზუმერძნები საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილი ოპოზიციური ფლანგის მიმართ. გეცნობათ. და ეხლა მათ ალბათ აინტერესებთ, დაგიდგათ თუ არა თქვენ გვერდში ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი მართლა. აბსოლუტურად. ანუ დაგიფარეს ჯარიმები. მე იდეაში ნანუკა არ მიფარავს, მაგრამ შემომთავაზა ქალბატონმა ნანუკამ რომ გადაიხადა ეს ჯარიმა და შესაბამისად დიდი მადლობაც გადაუხადე. და უარი გადაუთხარეთ, თქვენ ვინ გაფინანსებთ ესე იგი სოროსი, ხო? არა, ამას არ ვიტყვი ახლა მე ვიმაფინანსებს. ოკეი, კი ბატონო. მართალია რომ გულუა გაფინანსებთ? შესაძლოა იყოს სივარ. არც უარყოფ, არც ვადასტურებ ბატონო მოსამართლე. ოკეი, და ბოლო შეკითხვა დაგისვათ ახლა აუცილებლად. ხო, ის ადვოკატების ხარჯებიც შედის, ხო? ყველაფერში რაც გაფინანსებენ. და არა მარტო ის რა ქვია, ჯარიმა. ეს ადვოკატები არიან ის რა ქვია, როგორც ვიცი, არასამთავრობოების ადვოკატები, რომლებიც ორიგეობით არიან ამ ადმინისტრაციულ საქმეებზე და შესაბამისად თავისთავად უფასო არის ეს ყველაფერი. კარგით და ბოლო შეკითხვა ეს უნდა დავასრულოთ თქვენთან ესე ჩემი თქვენ და ინტერვიუს უნდა დავასრულო. დამნაშავედ გზნობთ თუ არა თავს? მე მგონი რომ დამნაშავე ვარ. იმიტომ რომ მე იცით რა არის მე ვენდობი ქართულ სასამართლოს და შესაბამისად შეიძლება რომ მე არ მყოფნიდეს ცნობიერება იმისთვის რომ გავიაზრო რამდენად დიდი დანაშაული ჩავიდნენ. ამიტომ მოდი ვიტყვი რომ დამნაშავე ვარ. ანუ დესტრუქციული ბრძანდებით ესე შეიძლება ითქვას. და თან პოლიციასაც გაუწიეთ წინააღმდეგობა. კარგით. 7 პოლიციელი მე დავამარცხე 7 პოლიციელი. ეხლა მე ბარემ დამატებით ადენდუმ შეკითხვა გამიშთა, როდესაც თქვენ ეს ზონდერები გეგონათ, თქვენ გქონდათ თუ არა იმის რა ქვია, აზრმა გაგიარათ, რომ ხელი შეგებრუნებინათ. ხო, რეალურად ეგ არის ძალიან დიდი ყლეობა, რაც მოხდა მან დრას საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მე რაც შევიყლე ვიცი, ვინც მოდის პოლიციელია თუ ვინ არის, იმიტომ რომ თან არც ანუ ბიჭო, დაახლოებით 2 მეტრი იყო ჩვენ შორის დისტანცია, სანამ ჩემამდე მოვიდოდა და მაშინაც არ მითხრა რომ პოლიციელი იყო რა, პროსტა მოდიოდა ჩემსკენ. და მოდიოდნენ 4 წარმოიდგინე. და არც ის უთქვამს რომ პოლიციელია და არც ის უთქვამს რომ რა ვიცი, რამეთი მიენიშნები და რომ რა ვიცი, პოლიციელი ვარ. ერთადერთი იმით მივხვდი რომ ნუ კაი შეიძლება ეს პოლიცია იყოს, იმიტომ რომ ზონდერები ზოგადად და ტიტუშკები უფრო მეტად ისინი არიან, რა ქვია, რა ვიცი, ანუ უფრო მეტად ქუჩის პანას განად ვიდრე ეგენი. და ეს მე ჩვენ ფლოს რომ მოვიდა მარტო მაშინ მითხრა რაღაც პოლიცია ვარ, დუგეშინიავთ რაღაც ეგეთი მითხრა და მანდაც საფუძვლში არაფერი არც საბუთი არ თქვა და არ ვაჩვენა არაფერი რა, პროსტა თქვა რომ პოლიციელი ვარ. ანუ პრინციპში ზონდერსაც შეუძლია მაგის თქმა ხა არის გამორიცხული. მაგას ვიძახი რა, ანუ საბოლოო ჯამში ანუ ვერც მაგაზე ვერ ენდობ. მით უმეტეს რაღაც ჭყპყ მანქანით მივყავდი თბილისად, ანუ რაღაც 100 ქონდა და 20 რიცხვი ეწერა ზე. კარგით. თავიდან ესე იგი თქვენი რჩევა ჩვენი მაყურებლებისთვის რა იქნება თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, იფიქრონ თუ არა ხელის შებრუნებაზე? მე მგონი რომ არ უნდა იფიქრო ხელის შებრუნებაზე ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ 4 და 7 წლამდე დიღმის სიტუაციაში ჯდობა არც ისე კარგია. ხო, ნუ აქ მე რჩევას მივცემ კიდევ ერთხელ მაყურებლებს. გავიმეორებ ჩემ არაერთხელ ნათქვამ ჩვენს დისკორდში გაჟღერებულ და სტრიმში გაჟღერებულ ფაქტსაც რომ ესენი უნდათ თუ ხელი შეbrunება, ამათ ხელი უნდა შეუბრუნონ იმ ხალხმა, ვინც კოცები მოათრია. ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, ჩვენ ნაცები ამასთან არაფერ შუაში არ ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი როლი. თქვენ ნაცი ბრძანდებით აქ მოდი ხაზი გავასვათ ამას, ხო? აბსოლუტურად. ხო, ანუ ეს ჩვენი მოვალეობა არ არის. მოკლედ 4 სხვა სვის დაიჭერენ ნაციაზე, ანუ
რეალურად რა შევხედოთ ახლა სიტუაციას, ვინც საფრთხეს ქმნის ქართული ოცნებისთვის არიან რა თქმა უნდა ნაცები. არა, ნუ ეგ მაგრამ ნუ ახლა სხვა დაჭერილებს თუ გადავხედოთ ახლა მაგალითად ჭიჭინაძე და მზია ამაღლობელი და ვიღაცები, ესენი მათ პირდაპირ წვლილი მიუძღვით კოცების მოთხრევაში და ჯერ კიდევაც ნაცებზე ლაპარაკობენ, რომ აი ისინი დაამარცხეთ და ახლა სხვებს ამათ როგორ ვერ მოვინელებთ და იმას კი ვერ ხვდებიან რომ ნამდვილი დიქტატურა ახლა არის და ესე არჩევნებთან ვერ დაამარცხებენ. დიქტატურის არჩევნებთან დამარცხება ეს თქვენი აზრით რომელი ფილოსოფიური მიმდინარეობის ნაწილია? ეს არის ჩემი აზრით ქართველი ფილოსოფოსის ნაზრევი ლევან ბერძენიშვილის რომელიც ასევე არანაირ კავშირში არ ყოფილა არასდროს ქართულ ოცნებასთან შესაბამისად მე ვფიქრობ რომ მას უნდა მოусმინოთ და ჩემი აზრით როგორც რომელი შვიდობის მტრედი რომელი ეს არის ბერძნული პერსონაჟია ჰერმესი თუ რომელია ხო, როგორც ჰერმესი მშვიდობით ებრძოდა ტიტანებს, ასე უნდა დავუპირისპირდეს ჩვენ ქართულ ოცნებასაც. კარგით. ეხლა მაყურებლის შეკითხვები მივიღოთ, ხო? კი ბატონო, დიდი სიამოვნე. მათ აქვს ექსკლუზიური შანსი, რომ პირადად დავისვან კითხვები. მამლუქ რატი, ფილოსოფოს მამლუქ რატი პემალადესთან თუ გაქვთ შეკითხვები გამოვშვით. მანამდე მე რატო ვისაუბრებ, სანამ თქვენ კითხვებს დაწერთ ბატონო მაყურებელო. ესე იგი, თქვენი აზრით ბატონო რატი როგორ გაგრძელდება შემდეგი კვირები და მოვლენები? ანუ ეხლა რა სიტუაციაში ვართ ჩვენ ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებული ახალგაზრდობა? მე რო ეს რა ქვია დამიჭირეს სხვათა შორის იმიტომ გავძელი 30 საათი დიღმის იზოლატორში რომ ჩემი ფიქრები იყო იმასთან დაკავშირებით რომ მეორე დღეს ქართველი ხალხი ამას არ მოითმენდა და ისევ ნიღმებით გამოვიდოდა აქციაზე მაგრამ სამწუხაროდ როგორც კი გამოვიდა რეალობას თვალებს ჩავხედე მივხვდი რომ ქართველმა ერებმა კიდევ ერთი ნაციის დაჭერა მოითმინა შესაბამისად მე მგონი რომ ეს სტრატეგია ფლატ კარგი არ უნდა იყოს. არა, სხვათა შორის მე მინდა გახაზგებს რომ ყოველ შემთხვევაში Facebook-ზე დიდი აჟიოტაჟი მოყვა თქვენს უსამართლო პატიმრობაში, ტყვეობაში ყოფნას, იმიტომ რომ ბევრჯერ გაჟღერდა ჩვენიანი მანონებიდან და თვით NGO სექტორიდანაც კი რომ ამათთან ესე უკვე დროა სტრატეგია შევცვალოთ და ტაქტიკა შევცვალოთ. თუმცა ნუ ეს Facebook-ზე ბოლის გამოშვება ხო ვიცით რომ პირიქით დამაზიანებელია იმისთვის რა ქვია პროცესებისთვის და ნუ მეორე დღეს უკვე აღარ სამწუხაროდ. მithumetes თუ ეს პოსტი დაიტოვეს შეიძლება გაგიკვირდებათ და გაგიკვირდებათ და მას რეზონანსი არ მოყვება. კი ბატონო, მოკლედ ჩავყვეთ ხალხის ხმას, მოდი ეს რა ქვია მაგას პრივილეგირებული შეკითხვა მოგვივიდა ჩვენ ერთ-ერთი ადამიანისგან ჩვენი საერთო მეგობრისგან რომელიც კითხულობს რომ ინტერვიუ რომ მიეცით შეგვეშინდაო რატომ თქვითო ბიჭო რა ვიცი 7-ნი იყვნენ შეჩება და ჩვენ ორნი ვიყავით აჰა და ვეგოდარო რა იმედია დავარტყევინებდნენ ზანუკელზე. კი ბატონო, დააკმაყოფილებელი პასუხი იყო. მე მესმის თქვენი. გალიგეთ, ახლა პროლეტარების კითხვებს შევყვეთ. როგორც მასეშია გერმანიაში ეს რა ქვია, შაუბნელ ქუჩებში გავლის ალბათ იგივე სიტუაცია იყო. კი ბატონო, ამიტომ როგორც ინგლისური, ანგლო-საქსონური გამონათქვამია, ის ვინც შუშის სახლში ცხოვრობს, ქვებს არ უნდა ისროდესო, ნათქვამია. დიახ, მოკლედ ლერი ციკორიძე გვეკითხება, საიდან არის ეს ბიჭი წარმომავლობითო? მე ვარ შიდა ქართლიდან წარმოშობით. ცოტა ბაკლია კახელობამდე, მაგრამ მადლობა ღმერთს, არც ფერით და არც ტერიტორიულად კახელი არა ვარ. გილოცავთ, ნამდვილად ღმერთმა შეგიწყალათ, შეიძლება პროვიდენციად ჩართოთ ეს. ლეიბორისტულ პარტიაზე რა აზრის ხართ ბატონო რატი? კითხულობს სილვერ სტეპი. ლეიბორისტულ პარტიას რაც შეეხება, მე მგონი რომ მათაც უნდა მივცეთ შანსი ერთხელ მაინც. ერთხელ მაინც უნდა თქვენამდე. იმიტომ რომ თან იმას რა ქვია, ნათელაშვილს აქვს ხოლმე გამონათებები რა, განსაკუთრებით გავიხსენებ მის დაჯმას შალვარამიშვილის მიმართულებით, რომელიც ძალზედ სასიამოვნო და იყო ჩემთვის. ამიტომ ლეიბორისტულ პარტიას შეიძლება რომ ადამიანმა ხამამისის. ყოველ შემთხვევაში ალბათ ლელოს სჯობს. იმიტომ რომ ლეიბორისტული უფრო დიდი სახელია ვიდრე ლელო, ამიტომ ლეიბორისტებს შევიხდი. ძალიან კარგი პასუხია, ვისაც თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ ჩემი აზრი, ნუ ახლა ვიცი ყველა საინტერესებს ჩემი აზრი, მაგრამ
შეგიძლიათ მოძებნოთ ჩვენი სტრიმები, ყველა დაარქივებულია ჩვენს YouTube არხზე და საარჩევნო სტრიმს შეგიძლიათ უყუროთ და იქ არის მოცემული ჩემი აზრი ლეიბორისტულ პარტიასთან დაკავშირებით, გირჩი ორთან დაკავშირებით და სამწუხაროდ რატომღაც პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოისმინოთ. ივანიშვილი ყლეა, ეკითხებიან. ამაზე მე მგონი სტუდიური პასუხი არ იქნება. კი ბატონო, ხო, არა, ეს ჩვენ აქ ნამდვილი ჟურნალისტიკა, ეთიკური ჟურნალისტიკა ვახახთ და მოდი ასეთ პასუხებს არ მასვნეთ, კერკე შეკითხებს არ პასუხოთ. ახლანდელ აქციებზე ასე თქვა, ხო, აი როგორ ვითარდება თქვენი აზრით, ანუ რა თქმა უნდა ცუდად ვიცი, მაგრამ ხო, როგორ მიდის? ხო, სხვათა შორის მან კი ზებოთ იყო შეკითხვათ ან ნენსი წოვლანძეც რაღაც მომენტში თუ დააკვირდით ბატონობათი არ ვიცი ეს აგრესია მოდის უკვე დაიტოვეს ჯგუფიდან არ ვიცი ეს რამდენად შეამჩნიეთ რაც გამოიხატება იმაში რომ უკეთესად თქვენ გააკეთეთ და ამაზე პასუხი რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან ის არის რომ ჩვენ 300,000 კაციანი ჯგუფი არ გვაქვს სამწუხაროდ და შეგვიძლია რომ ნარატივი მართოთ ამიტომ რადგან ეს პასუხისმგებლობა აიღეს ამ ადამიანმა შესაბამისად რაღაცა თვითონ და გააკეთო და ჩვენზე ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ. ნუ ეს რამდენად ეფექტურები არიან ცალკე საკითხია, მაგრამ ცალსახად მეტი რესურსი რო აქვს და შესაბამისად ანუ მათი მიმართულებით რო არის ეს რა ქვია კრიტიკა, მე მგონი საწყედი არ უნდა იყოს. ძალიან სწორი პასუხია, მე ასევე დავამატებ, რომ ეხა ქართული ოცნების მიერ, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩემს სიგარეტში ჩადებული ციანიდის გამო დამართნილ გაციებას თუ ავადმყოფობას რო დავამარცხებ, ეხა მე თქვენ შემოგთავაზებთ ვიდეოს სახელით უპასუხისმგებლო პასუხისმგებლიანები და ეს იქნება იმ ხალხზე, ვინც ნანსი წოვლანდს წარმოადგენს კოლექტიურ ნანსი წოვლანდებზე და ასევე შაუთაუთ თუ მაინიგა εμას რა ქვია გამკუსა რომელიც ნანსი წოვლანდთან პირდაპირ ომში არის ჩართული ხო დიახ გავგზავნოთ აი სხვათა შორის მაგარი პლოტ ტვისტი იყო იგივე არ ველოდებოდი რომ გამკუსა ჩვენ ხარეს იქნებოდა ახლა გამოვუყრებდი მაგის კომენტარი რომ ნახე ძალიან ხო ანუ შაუთაუთ ნამდვილად ესე იგი მე მაინტერესებს თავისუფალი თუ არა ეს ბიჭი არა პირდაპირ საპრობილიდან გველაპარაკება ამას მე გეტყვით პირდაპირ დედის შოუ სამი როდის ის იზოლატორში არსებული მიკროფონით. ხო, შეპარული მიკროფონით. დედის შოუ სამს როდის დადებს? არასდროს გაჯმევინეთ კონცეფტს და მერე იქნება ქართული ოქროს ხანის დროს დაიდება იგი. რა ქვია, დედის შოუ სამი, ამიტომ მანამდე რავია, მოიცადეთ. კოალიციურ თავრობაზე რა ვთქვი, ძალიან სხვათა შორის კარგი შეკითხვა ახლა. თქვენ როგორც ფილოსოფოსს მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე მგონი რომ კოალიციური მთავრობა ჯერ ერთ-ერთი არარეალისტურია და მეორე ჩვენ კოალიციური მთავრობა არ გვინდა. მე მგონი რომ აქ შეთანხმებულები ვართ დაცების დაბრუნებაზე, არ ვიცი. მათი მეგონა რომ ისეთ აუდიტორიაში მოგვიწევდა საუბარი, რომელსაც ამაზე აბსოლუტური თანხმობა ქონდა. თუ ჩემი მხრიდან ჭირდებათ ამის დასტური, მაშინ ვადასტურებ რომ ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური დაბრუნება ნაციონალური მოძრაობის და არა ეს იყო ერთგვარი შიტ ტესტი შეამოწმეს ანუ თქვენ როგორ განიხილავთ ამ ყველაფერს და აინტერესებდა ხალხს. რატიც და მეც გაგეთანხმებით და გეტყვით რომ არავით არის კოალიციური მთავრობა არ იქნება. ერთ-ერთი არ იქნება ამას გეტყვით და მეორე-ერთი არც გვინდა. კოცების წასვლის შემდეგ ყველა შემთხვევაში ვბრუნდებით ჩვენ ნაცები და ამით შეგიძლიათ იამაყოთ ჩემო ქართველებო, ჩემო ზუმერძნებო, არავითარ შემთხვევაში კოალიციური მთავრობა არ გვეყოლება. ნანსი წოლანდის რამდენ ლარად მოყნავდით ბატონო რატი? შეკითხვას არ ვპასუხებ. ანუ ეხლა რაღაც ორპირიანი შეკითხვა, იმიტომ რომ შეიძლება გულისხმოდეს, ანუ შენ რამდენს გადაიხდიდი მოწყნაში და შენ რამდენი გინდა რომ გადაგიხადო. ორი შემთხვევაში არის არა პასუხი, ჩემი აზრით. მე მგონი რომ არა პასუხი ყველა ვარიანტში. ხო. უი ეს შეკითხვა საერთაშორის მეც მქონდა. მოჯვით თუ არა იზოლატორში ბატონო რატი? არა. სახათ არა. არა. არავითარ შემთხვევაში. კი, როგორც ვიცით, ქართული გამოცდილებიდან ზოგადად პროჭის ექსპოზიცია საპყრობილეებში ძალიან ცუდი ის არის შედეგებით თარდება, ამიტომ არ არის კარგი. მithumetes როცა იცი რომ 10 წუთში ერთხელ ბადრაგი მოდის და იყურება შეგდით და არ ხარ დაზღვეული რომ როცა შემოიხედავს თვალები არ დარჩება შენ პროჭში, ამიტომ ეს არ უნდა გავაკეთო. კი ბატონო. რატი ილიაუნის სტუდენტურ მოძრაობაზე რას ფიქრობს? Good, საინტერესებს ეს შეკითხვა.
ამას ზოგადად უპასუხებ, რომ ყველა სტუდენტური მოძრაობა არის ძრევა და შესაბამისად რაც უფრო მალე მორჩება ეს ყველაფერი, მით უფრო ბედნიერი იქნება ქართველი ერი. აბსოლუტურად გეთანხმებით. ხო, ну ეს პროვოკაციული შეკითხვა როდის უნდა მოვახდინოთ სიტყვა რომელიც როზე იწყება ბატონო რატიო და ამას მე გავცემ პასუხს. ჩვენ ეს არ უნდა მოვახდინონ. იმ ხალხმა უნდა მოიხადოს ღმერთისა და მიშას წინაშე და გასწორი ქართული ხალხის წინაშე ბოდიში თავისი ქმედებით, ვინც ქოცები მოიყვანა. იმას უნდა მოვახდინონ რო სიტყვა. სალომეს ლეი დედოფალი როდემდე იქნება რელევანტური? სალომეს ლეი დედოფალი აღარ არის რელევანტური. ხო, მეც ეგ ვთქვა რომ უკვე აღარ არის რელევანტური. არც ჯერ ერთი რომ თვითონაც არ ჩანს არცა და მეორე ანუ ცალსახად ბევრად ნაკლები აქვს გამოხმაურება აქვს მაგის განცხადებებს იმის მერე რაც ის დალოცვილი ტერიტორია დატოვა რომლის არ დატოვებასაც ერთი კვირა გვპირდებოდა და გვარწმუნებდა რომ იქიდან არ გამოვიდოდა მაგრამ რას ვიზამთ ხო ნუ ანუ სალომზურაბიშვილმა მაშინ შეუცდომელ არის გზანი ადამიანისა რომელიც ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს. ნამდვილად ძალიან ერუდირებული პასუხი იყო. ნამდვილად ჯერა თქვენ იცით რაღაცები. მოელენებით თუ არა განმათავისუფლებელ მოძრაობას ლიდერადო. ეს ჩვენ დამი არის ალბათ მიმართული. ჩვენი კაბალის მიმართ არის შეკითხვა ალბათ და რავი, ნახოთ. მე მგონი რომ კი თუ გამოვიდა ის ამბავი რასაც ახლა არ გავამხილოთ შეიძლება რომ ეს რეალობად იქცეს კი ანუ მიდის მუშაობა ფარდებს მიღმა რაღაცებზე და ნახოთ რამდენად გამოვა იდეა კითხვა იყო აი იაგო ხუჩიაზე რას ფიქრობ ახლა არაფერს არ ფიქრობ მაგრამ იზოლატორში ფიქრობდი ბევრს იმიტომ რომ მოგეხსენებათ 30 საათს გაყვანა ჭირდება და შესაბამისად საძრევებასაც საჭიროა და რას ფიქრობდით კერძოდ საძრევებასაც რო გამოგეყენებინათ ამას ახლა არ ვიტყვი იმიტომ რომ იაგო ხუჩიავი არ დამიცავს როდესაც შიდა გასაქმეთა სამინისტრო იტყვის რომ ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით შეძნა ებადო ძალიან რაციონალური პასუხია თუ გაფინანსებს მეკითხებიან ამაზე პასუხი ზედმეტია ჩემი აზრით შეიარაღებული აჯანყება როდის ეს პროვოკაციული შეკითხვა ჩვენ არ ვართ ამას არაფერში ვინა ყველაზე დაფუძნებული ოპოზიცია. სხვათაშორის ეს კარგი შეკითხვაა განსახილველად, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ანუ არსებობენ პიროვნებები, რომლებსაც მე ვიტყოდი ბოლო 12 წლიდან გამომდინარე და სულ ბოლო რამდენიმე წლიდან გამომდინარე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არიან დაფუძნებულები. მე კანდიდატად წამოვაყენებდი ლევან ხავეიშვილს, თქვენ? კი ბატონო, მით უმეტეს მას შემდეგ რაც ჩვენი ღმერთმენით ქართულის მასწავლებელთან დაიწყო სიარული, ანუ ჩემი აზრით ანუ არა მარტო კარგი პოლიტიკოსი არის, ერთადერთი პოლიტიკოსი არის, რომელსაც შეგიძლია რომ დაინახო რომ პროგრესი აქვს და წინმიდის. კი, ასევე მე დავამატებდი რომ ლევან ხავეიშვილი არის ერთადერთი, რომელიც აი რაღაც მაღალ თანამდებობაზე რო დაინიშნა, თუნდაც თავის პარტიაში, იმის მერე დაიკლო, კი არა მოიმატა, არ გასუქებულა. ეს ერთი. დავამატოთ ეს. კიდე ასევე ვიტყოდი რომ ლევან ხავეიშვილი არის შოთაუთო ლევანს ხო ლევან სანიგიძეს კი ახალი ეს რომელიც შეიძლება უყურებდეს ახლა ამას და ბატონო ლევან სალამი მოკითხვა ესე იგი ხო და ლევანი კიდე ასევე ლევან სანიგიძე არა ოღონდ ხაბეიშვილი არის ერთადერთი ადამიანი რომელმაც ტელევიზიიდან გააჟღერა ის ფაქტი რომ კალაძე არის პიდარასტი და ოჯახის სიზმინდეზე ჩვენ არ უნდა გველაპარაკებოდეს ავტობუსში მომხდარ რაც ალბათ დავეთანხმებით რომ უფრო ეფექტურია ვიდრე საუბარი ევროპის კავშირზე. ხო, კი, ანუ სოციალურ თემებსაც განიხილავს ნამდვილად, კი. კი. როგორ შეაფასებთ დღევანდელ ავტობუსში მომხდარ მოვლენებს? უკეთესი იქნებოდა რომ სხვა აუდიო ყოფილიყო შეგით, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ დადებითად. ხო, კი. აი მაგალითად წარმოიდგინე სიტუაცია რომ ქურდი ხარ ისმის ავტობუსებში ანუ არ ვიცი ბევრად ეპიკური იქნებოდა კი ან ჩემი ხმა რომელიც აცხადებს რომ გისურვებთ 7 ნოემბერს მაგრამ კარგია ზოგადად როგორც მოვლენას ამას დადებითად ვაფასებთ თუმცა აქ აუცილებელია გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ როდესაც მტერზე ასეთ რაღაც advantage გექნება თუნდაც ტექნოლოგიური ამ შემთხვევაში კი არ უნდა გაჩერდე და თქვა რომ აი ნახე რა მაგრამ შევაწუხეთ კოცები დღეს უნდა გააგრძელო კაცო არასდროს არ უნდა დაუთმო მტერს რეგრუპინგის დრო ამიტომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს რომ ბილბორდები ზე გამოჩნდეს ტრაქში გათხრილი ცოცხი თუ ძალიან წინ გვინდა წავიდეთ და ჩვენ გამარჯვება გვინდა მაშინ აუცილებელია
ესე იგი. ესე იგი ხო 2250 ლარათაც არ მომტყნავდი კაცო εμას სიწოვლანს რაც არა იმიტომ რომ ჯარიბას მიიხდიან უკვე მიიხდიან ჯარიბის ეგზისტენციალური დაღების შესაბამისად კი ბატონო მიშას ბანერებს რომ აი ეს ჩვენი სალაპარაკო თემა არის მიშას ბანერებს რომ ხევენ და მის ხარდამჭერებს აჩუმებენ აქციებზე იმ ხალხზე რას იტყოდითო ამობს ბატონი Blue Spirit-ი ეს ფათაშორის ანუ განხილული საკითხია უკვე ბატონო მათე და მე აუცილებლად უნდა დავაფიქსირო რომ ყველა ის ადამიანი რომელიც იძახის რომ უნდა ევროპა და თავისუფლება და განსხვავებული აზრის პატივისცემა სასტიკად იტყუება და მაშინ ანუ შეუძლებელია რომ ადამიანს გულწრფელად ჯეროდეს მაგის და მიდიოდე ვიღაც არ ვიცი ნაციონალ ბებოსთან და უხიოდე პლაკატს და ეჩხუბებოდე რომ ეს რა ქვია შედებენ ხელსმიშლი პროტესტში ანუ ეგ ადამიანები არიან ფარისევლები და შესაბამისად მასეთ ადამიანებთან არ უნდა იმეგობროთ და რაც შეეხება თვითონ ფაქტს ანუ ეგ არის რა ვიცი გოიმობა და მეტი არაფერი იმიტომ რომ ანუ რა ვიცი მე ანუ ბეც არ მომწონს 1000 ყლეობა აქციაზე მაგრამ ვიტან და შესაბამისად მათაც უნდა აიტანონ ადამიანი რომელმაც 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ააშენა იმიტომ რომ ბევრად მარტივია სატანია ვიდრე რა ვიცი მე ბანერები იმის რა ქვია რა ყლეობა ბანერები აქვს საფარის მაგალითად ხო და ბაიაბარაია სხვა ყლეობების კი ბატონო ეს ანუ ცნაური შეკითხვა მათე კოტიას კლდელი ბრძანდებით თუ ზაგროზიელი ჰაპლო ჯგუფ არ 1B არ ვიცი ახლა ზუმერული ტერმინები ამდენი არ ვიცი მაგრამ არ 1B არ ბრძანდები მე გახლავართ პირდაპირ წმინდა წყლის ქართველი G2A ჩატარებული მაქვს გენეტიკური ტესტი ებრაელებს მივეცი ჩემი ფურთხი და მითხრეს რომ მე ვარ 100%-ით ქართველი ამიტომ ეს სამწუხაროდ არა კაცო ახლა გაჩერდი ჩვენ მე ნამდვილი ქართველი ვარ მე ნამდვილი ქართველი ვარ განსხვავებით ვიღაცებისა რომლებიც პრობლემას თქვენ დაგაკავეს მაიცა ხო ფილოსოფიურ თვალსაზრისით ლელოს ხარდამჭერი არსებობს თუ არაო ასევე შემოვიდა შეკითხვა ეს არის ბიჭო ისეთი კითხვა რა ზადართულად მარტივად ეს ისი როგორი საკითხი არის ბიჭო ანუ ჯერ უნდა შევთანხმდეთ რას ნიშნავს ლელოს მხარდამჭერი ანუ ეპისტემოლოგიური პრობლემა გვიდგას თვალწინ და მე მგონი რომ ესეთი როგორი აბავია იცი რომ ბიჭო მეტაფიზიკაზე არის რაღაც 12 წიგნი დაწერილი რომ რა არის მეტაფიზიკა და აი ვინ არის ლელოს მხარდამჭერი მგონი იგივე კალიბრის შეკითხვა შესაბამისად ანუ ცალკე სტრევი ჭირდება ამის განხილვას და მე უკვე შეგვიძლია ხო ვილაპარაკოთ იმაზე არსებობენ თუ არა ისინი მომავალში აი ხა თქვენ მაგალითად ონტოლოგია ბზალდებით ახლა როგორც ვიცი ხო კი ბატონო გიგაზედანია ხო თქვენი პროფესია გალიკა დიახ და მე მაინტერესებს ხა ონტოლოგიური ლელო რა არის აი როგორ შეიძლება დავახასიათოთ ონტოლოგიური ლელო ონტოლოგიური ლელო ჩემი აზრით არის დაგვიანებული გააზრება იმის რომ ჩაიჯვი და ანაკლის სპორტზე თავის დროზე უნდა გეზრუნა შესაბამისად ასეთ ყლეობაში არ ჩენდა არც საქართველოს არ ეკნებოდა მაგრამ რას ვიზამთ ვაი რომ ქართველი ყოველთვის 10 წლის მერე იაზრებს რა მძღნერი ჭაბა ხო 10 წელი ხო ნუ თუნდაც კი სადღაც ეგრე არის კი, მაგრამ მე ვიტყოდი რომ მამუკა ხაზარაძემ გაიაზრა ეს ფაქტი, რომ ქართულ მოცემამ მას მძღნერი აჭამა და იმიტომაც მოვიდა პოლიტიკაში. ამას დაუფასებდი მას. თუმცა უკვე გვიანი იყო. აი, ცალსახად კი. ჯობს გვიან ვიდრე არ არის, როგორც ბიბლიაში არის მე-11 საათის მუშაკი გახლავთ მამუკა ხაზარაძემ. დიახ. რამის თქმა ხო არ გინდათ კიდევ ამ ონტოლოგიურ ლელოზე. არა მეც ვერაფერს დავავდი, იმიტომ რომ მე მგონი რომ საკმარისი არის ლელოს აღწერა. დიახ. ოკეი. ლელო დაცელი ონტოლოგიისგან და შესაბამისად ამაგდეს ვერ ლაპარაკებ. ხო. სწორია, ანუ რაღაც ძალიან ბუნდოვანი მცნება არის ლელო. აი ხა მე მაინტერესებს თქვენგან აი ეხლა მოგეხსენებათ ჩვენი პროტესტი ახალ მარაზებში გადაიზარდა და როგორც ნენსი წოვლანდა მაგვამცნობა ქართულ ოცნებაო მსახიობებთან არ უნდა დაგეჭირათ საქმე და ეხლა ვართ მსახიობების პროტესტში რომელიც სხვათა შორის უნდა აღინიშნოს რომ ძველ რომში ესმოდათ რომ მხოლოდ მსახიობებს და პროსტიტუტკებს არ უნდა ალაპარაკო პოლიტიკურ თემებზე ხო მაგრამ ნუ სამწუხაროდ ჩვენთან ჩვენ. შალვა რამიშვილი კი ბატონო. შალვა რამიშვილი რა? კი, მაგრამ მე ვიტყოდი რომ მამუკა ხაზარაძემ ბოდიში 2019 წელს 2019 წლის 9 თებერვალს 9 თებერვალს 2019 წელს 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 9 თებერვალს 2019 წელ
შავა თქვა მგონი დაახლოებით ეგეთი რაღაც. ნუ კიდევ ერთხელ დავაინთხეთ ხა ნუ კი შალო რამშვილი მოდი ვთქვათ რომ კარგი პროპაგანდონი არის და ზუსტად აღმოაჩინა ანუ პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ევროპულ ღირებულებებს მსახიობების ლაპარაკი, იმიტომ რომ ნუ ევროპული ღირებულებები რა არის თუ არა ბერძნულ რომაული ღირებულებები და ისინი რო გეუბნებიან რომ პროსტიტუტკებს და მსახიობებს არ უნდა ალაპარაკო, ესე იგი არ უნდა ალაპარაკო, მაგრამ ნუ როგორც სამწუხაროდ მივიღეთ მდგომარეობა ალაპარაკებენ. ხო და რას ფიქრობთ დოის პროტესტზე? ბიჭო, მათ საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი ყლეობა რაც იყო ისაა, რომ ამათმა, ანუ ზოგადად რა ყლეობა ჭირს ქართულ პროტესტს, მაგით რომ დავიწყოთ რა. ანუ ულტიმატუმების ენის ისმის შევიხვა? თუ არის ისმის. ხო. ულტიმატუმების ენით ლაპარაკს რო იწყებენ, ანუ მაგას უნდა მოყვეს საბოლოო ჯამში მართლა რაღაც შედეგი. იმიტომ რომ ყოველ გაჟღერებულ ულტიმატუმზე, რომელსაც მე არასრულებენ, ეს არის ჩვენი წაგება და ჩვენი ჩაჯმა. შესაბამისად, ანუ დოის სიტუაცია ზუსტად იგივე არის, რომ ამდენი ხანი ლაპარაკობდა, რომ 20 ივნისის მერე თქვენა თუ არ გამოუშვებთ ტყვეებს რაღაცებს ლაპარაკობდა. მე რო ანონსებ რო ეს რა ქვია სოფლებში გავდივარ და იქ და წარმოდგენები უნდა დავდგა ცოტა არასერიოზული. ხელვაჩაური მოვდივარ. თან მე მგონი რომ მაგ ადამიანებს რომლებიც ანუ ესე გვიკიჟინებენ რომ სოფლებში უნდა გავიდეთ და იქ უნდა ველაპარაკოთ ხალხს მგონი თვითონ არიციან სოფლებში რა ხდება, იმიტომ რომ ეხლა დოი თუ ჩავა იქ და რაღაც თავის სპექტაკლს დადგას, არა მგონია რომ აღთვალება გამოიწვიოს სოფლებში. შესაბამისად მე მგონი რომ ძველი ტრადიციული ეს რა ქვია გასაუბრება, რომელსაც დაცული მოძრაობა აქტიურად ეწეოდა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ვეროდ უფრო ეფექტური არის ვიდრე რაღაც პერფორმანსები. რა ნუ ხა გავერთეთ რა ანუ თბილისში კი ბატონო, ანუ გამოვედით ბაბლი და გაასწორა, მაგრამ ეხა ჩვენ ხო კოცების ეს გვიდა რა ქვია გაჯბევინება და არა სპექტაკლების ყურება. შესაბამისად ცალსახად არაეფექტური მგონია. ხო, ნუ არაეფექტურია და რამდენად კომიკური ის ფაქტია, ნანუკა კალატოზეში ჩადის და ელაპარაკება იმას, რა ქვია, მანონი დეიდას ქარელში, იმაზე რა ქვია, რატომ არის ევროპა კარგი. და თან ამ დროს რო ცეკვავს, ან რავი, რაღაცა როლს რო თამაშობს. მე საბოლოო ჯამში მაგაზრზე ვარ, რომ ანუ ამ ხალხს თვითონ არ ესმის ის რასაც დავარდრო ეს რა ქვია, რეგიონებში ვერ გავიდენ და ხმები ვერ მოიპოვეთ. რაც არის ავათი ეს ქვია სალაპარაკო რომ სოფლებში რატო არიარეთ და ანუ ერთდროულად ადამიანებს ჯერათ რომ კოცებმა გაყალბეს არჩევნები და ამავდროულად ჯერათ ის რომ ოპოზიციამ წააგო, იმიტომ რომ იმას რა ქვია, მაყვალას არ ასწავლა რატომ არის პიდარასტობა კარგი ევროპაში. ამიტომ double think-ი არის ჩვეულებრივი ეს ადამიანები ცხოვრობენ ონტოლოგიურად 900 ხო და ეს რა ქვია მეორე კიდე დიდი სიბრძნე რო ეს რა ქვია მეორე ეს ხელახალ არჩევნებსაც კოცები მოიგებენ, რაც არის ანუ რა ვიცი, ანუ რადგან დაყლებული უნდა იყო რომ თან აქციებზე დადიოდეთ, თან მაგის გჯეროდეს, ანუ რა ვიცი, ანუ აი მაშინ ისთვის დადიხარ, რა გინდა მაშინ ხო? რა შემიყლე გინდა მართლა. კარგი, მოდი რამდენი ბოლოში წავიყვანოთ ახლა ჩვენი პროტესტი, ჩვენი ესეთი პერფორმანსი და ისა ბოლო შეკითხვები წავიკითხოთ. დღეს კოცები მიშას იყენებენ? რაღაც ბუას პონტში ჰყავთ? და თუ კი, თვითონ რამდენად აცნობიერებს მაგას ალბათ მიშა? აზაზელო ამბობს ამას, აზაზელი ცნობილი დემონია გესანდებათ. თუ გინდა შედოპასუხე და მე დავამატებ, ან თუ გინდა პირდაპირ მე ვაპასუხე. მე მგონი რომ ცალსახად ერთ და იგივე პასუხი ექნება მაგაზე, არა, მაინც. მოდი ერთად ვთქვათ. არა. არა ქართველი შენ ბაბლი გატყუებს. ამოხიზლდი ქართველი. ეს არის ნამდვილ საშუალო ადამიანს, რომელიც იქ დადის, მიშას ლაპარაკი ვაფშე არ აინტერესებს ეს. ამ ექოს ხმნიან vocal minority, რომლებიც არის NGO-ები, რომ აუ აზიანებ პროტესტს. არა და რავი, ვაფშე საშუალო ქართველს იქ ვაფშე არ აინტერესებს მიშა რას ამბობს სინამდვილეში. ანუ და პირიქით, რომ თუ მიშა თავისუფალი იყოს, ბევრად პოზიტიური გავლენა ექნებოდა, დიახ, გისმენთ. და თან ანუ უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ანუ სრულიად გამქრალი არის მიშა აი ეს რა ქვია კოცების რადარებიდან და ანუ არც კი აშუქებენ მაგის განცხადებებს. შესაბამისად ანუ სისულელი არის იმაზე ლაპარაკი რომ ქართული ოცნება მაგას იყენებს. აი შეიძლება და გეთქვა ეგ ავიცი მე 7 წლის წინ ან რავი 5 წლის წინ რომ აი რაღაც ხო ეგეც ადო ტყუილი იქნებოდა, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მანდის იყო რომ იმედზე მაგალითად სულ მიშა ტრიალებდა, მაგრამ ეხლა რავი რამდენადაც
მე არ ვიცი, რამდენად ვაკვირდები, დიდად აღარც აშუქებენ მაგ ამბავს. ერთადერთი ის დარჩა რა, რომ ნაცების ეს კოლექტიური ყლეობა რაც ხო სრული აბსურდი არის. საბწუხაროდ რომ ანუ ყველა ნაცი რო იყოს კიდე. ხო, მე ასევე დავამატებდი რომ პროცესი ხა ყველაზე მეტად ქართული ოცნების ბუა ეხა არის პიდარასტობა და ტრაქში თქნაური და ეს ასე რომ ვთქვათ ქალების უფლებები და ესეთი ყველანაირი ნეოლიბერალიზმი რაც გააჩნია ევროპას და რითიც თავს გვაწონებენ და სინამდვილეში თავს გვაზიზღებენ რომლის რუპორები საქართველოში არიან ის ხალხი ვისაც მიყავს ეს პროტესტი მიშაზე აქ საუბარი საერთოდ ზედმეტია როდესაც ის ბუა რაც ქართული ოცნების თავარი ბუა არის სინამდვილეში მართავს ამ მოვლენებს თუნდაც არა იმით რომ გეუბნება აქ გამოდიო მაგრამ ჩვენი ხმა ეგენი არიან. ანუ მიშა კი არ არის აქ პრობლემა. სხვათა შორის ხო, სხვათა შორის კარგი დამატება იქნება ამაზე, რომ ეს სასამართლოს მერე რომ მივედი პოლიციის შედობაში ეს გაცხადება მომდამეწერა რომ ნივთები დაებრუნებინათ. ერთ-ერთ პოლიციას აღმოხდა სიტყვები რომ აი როგორც იქნაო რა მიოაღწიეთო და მეთქი რა ხდება რა გაუხარდა საშუალო სტატისტიკურ ქართულ პოლიციელს ასეთი და ტრამპა თქვა რომ კაცია და ქალიაო და ეს რა ქვია მაგას ვედაცვალეო და შესაბამისად ეს რა ქვია ეს უფრო დიდი ბუღა არის მათთვის ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. ხო, აუცილებლად. და მოდი აქ დავამატებ მე კიდევ ერთ ქვას დავდებ ამაზე, რომ ერთ-ერთი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, გარდა ლევან ხაბეიშვილისა, რომელიც ამ თემას საერთოდ არ ეხება და ზანსურად არ ეხება, მაგრამ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს, რომ ჩვენ ქართულ ოცნებას დავუთმეთ სალაპარაკო იმათ ქრისტიანობა და ღმერთის სიყვარული და ტრადიციულობა და ეს არ უნდა გავეკეთებინა არის ვინ? გუბაზ სანიკიძე და მისი შვილი ბატონი ლევან სანიკიძე. რომლემაც გუბაზმა ერთხელ ახსენა, რომ ტრამპმა რო გაიმარჯვა, ეს არის ევანგელისტური ამერიკის დაბრუნება და რა თქმა უნდა ეს მართალია, ეხა უნდა ნელ-ნელა ეს დებილი ხალხი უნდა გადაეწყოს იმაზე რომ დაილაპარაკონ რომ არაღაცო ქრისტიანები ჩვენ ვართ ნამდვილი და ეს რა ქვია თქვენ რო პიდარასტები ხართ ნუ ხა ზარქუა ვნახეთ რომ პიდარასტია სანიკიძე რო ნახეთ რომ პიდარასტია კალაძე ვიცით რომ პიდარასტია თქვენ იცით რომ ვოლსკი პიდარასტია ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ რომ ესენი არიან ფარისევლები და პირიქით ანტიქრისტიანები და ყველაზე დამაზიანებლები ქართული ტრადიციების ესენი არიან ეს უნდა გახდეს სალაპარაკო და ერთ-ერთი ვინც ოპოზიციაში ამას ამბობს არის სამწუხაროდ გუბაზ სანიკიძე რომელსაც ბევრი ოპოზიციის ამომრჩეველი უსმენს და აუცილებლად ასევე ხაზი ხო აქ არის კიდე ერთი შეკითხვა აი საბა კუბლაშვილის რომ რუხაძე რო ახსარების საბარება დაიწყო მაგაზე რა სიტყვაა და მაგაზე საბოლოო სათქველისა რომ ყლეზე კიდია ეს რა ქვია რუხაძე იმიტომ რომ ასევე ეს რა ქვია კოცი პროპაგანდისტი ზაზო შათირიშვილი როგორც ამბობს ეს არ არის ეს რა ქვია სიმართლის და ტყუილის დაპირისპირება ანუ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ ანუ რუხაძეს რო გამოდის იქ და რაღაც ყლებებს რო გაზრობს ანუ ვაფშე არ არელევანტური არის რა მით უმეტეს არ რელევანტურია ახლა იმაზე ლაპარაკი რომ ეს ვის უფრო მეტად ჯერა სიმართლის და სად უფრო მეტი ეს რა ქვია რა ვიცი ეს არის სიკეთეა ევროპაში ხო მეტი ხო ეგ არის რეალურად არჩევანი გინდა დრავებე ანუ გინდა რომ იყო ძველი ბიჭი თუ გინდა იყო რავე პატიოსანი მოქალაქე მაგ არჩევას აკეთებ დღეს რა საბოლოო ჯამში კი რეალურად ეს არის ორი საქართველოს დაპირისპირება ხო რომელიც არ ერთხელ გაჟღერებულა რა ეს არის წესიერი საქართველო ნამდვილი საქართველო და მეორე არის გარყვნილი ნუ ნეო-ჰომოსოვიეტიკუსის საქართველო. იმიტომ რომ თუ ეხა სტატისტიკაში შევხედოთ წინა საარჩევნო გამოკითხვებს მაგალითად ნახავთ რომ ქართული ოცნების ამორჩევლები არ არიან ბებრები. ქართული ოცნების ყველაზე დიდი ამორჩეველი არის 40-დან 60 წლამდე ხალხი. რომლებსაც ახალგაზრდობა აქვთ გამოვლილი 90-იანებში და ფაქტობრივად არიან შეპყრობილი იმ აზრით, რომ აი თვითონ არ ქონიათ ახალგაზრდობა და ეხლა აი ამ ახალგაზრდობას მაგალითად როგორ წაართვან ლასილაღე, კეთილი, კარგი ცხოვრება, ამით არიან მოტივირებული. რა თქმა უნდა, თქვენ ცნობიერ დონეზე, მაგრამ ნუ ეს შური და ზიზღი მაგათი გამოწვეული არის იმით მანონების, აი 55 წლის მანონი, რომ წარმოიდგინოთ, ის იმაზე ფიქრობს, რომ თვითონ 90-იანებში ახალგაზრდა იყო, უწევდა, ნუ მეტაფორული ყლისწოვა, მოდი ასე ვთქვათ რა. და ეხლა 23 წლის ადამიანს შეუძლია სამსახური შეოს, პატიოსნოთ იმუშაოს, ბედნიერი იყოს რაღაცა და მანონი ამით რა თქმა უნდა გამწარებულია და იწევლება იქიდან და ცდილობს რომ ამ ხალხს წაართვას ახალგაზრდობა. აქვე ბოდიში დავამატებ რომ ეს არის ბერძნულ მითოლოგიას თუ ეცნობის თქვენ ეს არის ჩვეულებრივი კრონოსობა. კრონოსი რომელიც ჭამდა თავის შვილებს, არაერთი თაობა შეჭამა და ამ მანონების თაობამაც არაერთი ჩვენი თაობა გაანადგურეს. მაგრამ საბოლოო ჯამში
როგორც კრონოს აუმხედრდა ზეუსი და საბოლოოდ დაამარცხა იგივე შემთხვევაში ჩვენი თაობად დიდი ალბათობით ჩვენი თაობა ამ მანონებს აქეთ დაამარცხებს და გამოამწყდებს ტარტაროზში კრონოსობა არ გაგივათ მოკლედ მან ასევე დამატება არის რომ ეს რა ქვია ასევე ზაზოსათერის მათ შევასაყვარმა ფილოსოფოსმა თქვა რომ ეს ეხლანდელი ეს არისო რაღაც დაპირისპირებაო მამებს და შვილებს შორის თუ რაღაც ეგეთიო და ეს ახლა შვილებს არ შეუძლიათ რომ მამას შეჭამონ რა მოკლედ გახარებულიყო ამ ფაქტით და მე მგონი რომ ანუ ერთადერთი შიში ეგ არის რომ ანუ საბოლოო ჯამში თუ შეძლებენ შვილები რომ მამები შეჭამონ ლიტერალურად მაშინ შეიძლება რომ გადარჩეს საქართველოს ლაქვე ვიტყვი რომ ეს რა ქვია ეს რუხაძემაც თქვა სხვათა შორის თავის ინტერვიუში რადიო თავისუფლებაში რომ ეს ახო ეგ არ მინახავსო დაპირისპირებაო რომ ეს რა ქვია პირდაპირ შვილები ებრძვიან მამებს. ოღონდ რუხაძემ თქვა რომ საბოლოო ჯამში მაინც შვილები გაიმარჯვებენო, იმიტომ რომ ესენი იხოცებიან და მართალია ეს. მაგრამ ამავდროულად მე მინდა ხა მოგმართოთ თქვენ ხალხს მაყურებლებს და გითხრათ რომ ძვირფასო ქართველებო, ზუმერძმებო. ყველაზე მეტად კოცებს ეშინიათ ამისი რომ მაგათი შვილები არიან ნაცები. და რაღაც შვილები არიან ნაცები. ოღონდ ისინი რასაც ეგენი ეძახიან ნაცს, ანუ რაღაც ეს ევროპული ლიბერალისტული იდეოლოგიის გამდარებლები და არა ნამდვილი ნაცები ეს სამწუხარო არ არიან, მაგრამ ნუ თავარი ის არის რომ კოცებმა შვილები დაკარგეს. ოღონდ ეს არასწორი ნათქვამია, კოცებს შვილები კი არ დაუკარგავს, კოცებს შვილები ჩვენ წავართვით. ისინი დადიან ჩვენს სკოლებში, ისინი დადიან ჩვენს უნივერსიტეტებში, ჩემს შემთხვევაში პირდაპირ ჩემს უნივერსიტეტებში დადიან. თქვენი შვილები კოცებო იულიან ჩვენს სამსახურებში იმუშავებენ და ჩვენ გადავუხდით ხელფასს და ჩვენ ვაწვდით იდეოლოგიას. ამიტომ ყველა კოცს დაკარგული აქვს თავის შვილი, მოტაცებული ყავს და ეს ძალიან კარგია. ჩვენ მოვტაცეთ ეს შვილები და ეს ფაქტი რომ ამ ფაქტს რომ გავუსვათ თქვენ კოცებთან პოლემიკაში თუ აღმოჩნდებით ხაზი, ყველა შემთხვევაში გაამწარებთ. ერთადერთი რაც კოცებს ეშინიათ არის ეს რეალობა. ამ რეალობასთან თვალის გასწორება რომ მაგათი შვილები არიან სინამდვილეში ჩვენი, ნაცების შვილები, იდეოლოგიურად და არა მათი. ხო და ნუ თუ აღმოჩნდებით, გაითვალისწინეთ ეს. Ja, გისმენთ ბატონო რატე. დამეს ხوار დამატებით. არა, აბსოლუტურად სწორია რა. საბოლოო ჯამში ეგ არის ორი ბანაკი და ანუ მან ჩატ ილუზია არ უნდა გქონდეთ რომ ეს რა ქვია, ორივე ერთად შეძლებს ტკბილად ცხოვრებას. საბოლოო ჯამში იქნება რომ ან თქვენ მოგიწევთ ქვეყნიდან წასვლა, ან რა ვიცი, იმათ მოუწევთ რომ დათმოთ ეს პრივილეგიები და ძალაუფლება რაც ახლა აქვს და ის ცხოვრების წესი რომელსაც თავში გტენიან. შესაბამისად რა არჩევანი თქვენზე. კიდათ ზეციურ საქართველოში ცხოვრება თუ კიდათ რომ რა ვიცი გადაიხვეწოთ ევროპაში. ხო, ანუ რა თქმა უნდა დრო არის ჩვენს მხარეზე. ისინი პირდაპირ უნიშნულობით იხოცებიან და კვდებიან. ანუ ეხა ეს ყველაფერი რომ დამთავრდეს მაგალითად კოცების დარჩენით ეს დღევანდელი მოვლენები. საბოლოო ჯამში ისინი მაინც მოკვდებიან. და თქვენ თავარია ერთადერთი რაც არ უნდა გააკეთოთ არის რომ არ უნდა გაიქცეთ ქვეყნიდან. აქ უნდა იყოთ. იმიტომ რომ ეგენი რომ მოკვდებიან ვინ დაიშეავსებს მაგათ ადგილებს ჩვენ რა თქმა უნდა. და ქართული ოცნების ახალგაზრდობა არ არსებობს იცოდეთ, არ არიან იმდენი. არსებობენ მარტო ესა რა ქვია ძალიან დიდი ბობოლა კოცების შვილები. ან ადგილობრივი ბობოლა კოცების ეს სამმართველოების შვილები. ეგენი არიან და მეტი არავინ. კოცი სხვა არ არსებობს. სხვა ყველა ახალგაზრდა არის ნაცი. ოღონდ ის ნაცი, რასაც ეგენი ეძახიან ნაცს. ამიტომ დრო ჩვენ მხარეზეა და თავარი არის რომ გავუძლოთ მეტი არაფერი. ხო. აი ხა ბარემ ჩამოვარდა აქ საუბარი იმაზე რა ქვია. რუხაძის ინტერვიუზე. თქვენ არ გინახავთ ხო ეს ინტერვიუ? არა, სამწუხაროდ არ გინახავს. მე ხო აქ დავანონსებ, მაგრამ ხვალ იქნება სტრიმი, სადაც რადიო თავისუფლების ამაოებას განვიხილავთ ასევე ჩემო ძვირფასებო. რატი არ დაგვესწრება ალბათ, იმიტომ რომ ეს მე მინდა რა წავიყვანო, ბევრი მაქვს ალაპარაკო, თუმცა ეხა შეგვიძლია ვისაუბროთ რატი მაგ ინტერვიუზე, იმიტომ რომ თქვენი პოსტი ვნახე და შეიძლება არ დავეთანხმოთ ერთმანეთს ახლა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ როგორც ახსენეთ ამ ნასწი არაბულის დადანაშაულება ინტერვიუს კლეობაში შეცდომა არის ოპოზიციური ბაბლიდან, ხო? ხო, ოღონდ მე სხვა თეიქი მქონა თავიდანვე, ანუ იმიტომ რომ მან საბოლოო ჯამში კამათი იმაზე იყო, რომ ეს ვიღაცები რატომღაც გამოშტერდნენ, რომ რაღაც სივრცეები გახსნილი არ არის და ამ სივრცეების ჩაკეტვას მეთქი, ანუ
ანუ მან რაღაცა პასუხისმგებლობის ტვირთი გადატანილი იყო ოპოზიციაზე და ამ რაღაც თუნდაც რადიო თავისუფლებაზე და სხვა მედიებზე რომ აი რაღაც ხალხს არ ალაპარაკებთ თქვენ და დებატები დაგვავიწყდან და რაღაც ესეთი კვლევებები ხო და მაიკ პოსტი მაგას ეხებოდა რომ ეს საბოლოო ჯამში ანუ რა თქმა უნდა კოცები არიან ისინი ვისაც ლაპარაკის ეშინია და ვინც არასდროს არ მოგიწევს გადაცემაში. ანუ მან აქ კიდე საინტერესო ისაა რომ ანუ გადაცემაში არ მიიწევენ არასდროს რა ვიცი ანუ ისეთ ადამიანს რომელიც იგივეს ლაპარაკებს რასაც ჩვენ ლაპარაკობთ ახლა ანუ გასაგებია უფრო ეს რა ქვია დახვეწილ და ეს რა ქვია ხალხისთვის მისაღებ ენაზე მაგრამ საბოლოო ჯამში აზრი იგივე იქნება. ეგეთ ადამიანს არასდროს არ მიიწევენ. შეიძლება მიიწვიონ ვიღაცა რა ვიცი მე ლიბერალა გამოყლევებული ტიპები რომელიც ეს რა ქვია დაახლოებით იგივეს ლაპარაკებენ რასაც კოცები და კი ევროპა და აი ნახეთ რაღაც რამდენ ადამიანს მივეცით რაღაცა ყლეობა რა დაურეგეთ ბუკლეტები და მათ გაიგეს რა არის ნამდვილი ღირებულება ანუ ეგეთ ტიპები შეიძლება რომ მიიწვიონ მაგრამ ანუ მართლა რეალურად განსხვავებულ აზრს არ გააშკარებენ ეს არის ასე რომ ვთქვათ დამწნილებული განსხვავებული რა ოპოზიციური აზრი რომ ანუ ქილას ჩასმული რომ აი ევროპა კარგია, ის ღირებულებები რაც დღევანდელი ევროპას აქვს, ანუ პიდარასტების წოვა და ეს რაღაცები კარგია, მაგრამ ის ვინც ნართლა ნაცური იდეოლოგიას ატარებს, იმას არ მიიწვევენ. ნაცურს ანუ სწორს გულის ხო ხა რა თქმა უნდა. იმას არ მიიწვევენ არასდროს, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ამ რუხაძესთან ინტერვიუს ეს ნაშწია არაბული რომელიც საერთოდ გავს ხალხს და თუ ცოტა ესეთი რა ქვია ვინმე მაყურებელი არის ცოტა ესეთი გვიანდელი ზუმერი უბრალოდ ადრინდელი ზუმერი იმას ეცოდინება რომ ეცოდინება პერსონაჟი ჩიპოლინო და ნამდვილად ჩიპოლინოს გავს ეს პერსონაჟი სახელად ნაშწია არაბული და ანუ რუხაძე პირდაპირ ატყუებდა ინტერვიუს დროს მე რაღაც მონაკვეთები რაც ვნახე მაგალითად მოატყუა ის რომ ევროკავშირშიო არ არსებობს ქვეყანა რომელიც ჯერ ევროკავშირში გაწევრიანდა და მერე ნატოშიო და ეს მინიმუმ ჟურნალისტმა უნდა იცოდეს რომ არის ცალსახა მტკნარე ტყუილი იმიტომ რომ აგერ 2 წლის წინ გაწევრიანდა ფინეთი ნატოში რომელიც იყო პირდაპირ ევროკავშირის წევრი ამიტომ ესე რომ გატყუებს შენი რესპონდენტი შენ რამე ის მაინც გმართებს მით უმეტეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რო ხარ რომელიც იბრალებს რომ ძალიან მაგარი ჟურნალისტური ეთიკა და რაღაცა აქვს კიდე ასევე არ ჩაეძია იმაზე პიდარასტიშვილი რო ყავს რუხაძეს და ანუ ამაზე რამდენჯერმე კითხა და იმან თქვა მე ჩემ ოჯახზე არ ვილაპარაკებო და ესეც გაჩირდა ხო და ანუ თუ რისთვის ხარ მანდ ეს უნდა გაჩა ჟურნალიზმი გვჭირდება ჩვენ რა ეს რაღაც ისეთი რა ქვია დავარცხნილი და რაღაც ვითომ ეთიკური ჟურნალიზმი არ არის აქ საჭირო როდესაც კოდს ელაპარაკები იმიტომ რომ კოდსი მით უმეტეს რუხაძე არის შენი პირდაპირი მტერი ხო ამიტომ მაგას დავამატებ გუშინ ჩვენის მე და ჩვენი საერთო ზვაკაც ვილაპარაკოდით მაგ ინტერვიუზე ოღონდ ნანახი არ მაქვს რა ანუ სხვა ზოგადად განვიხილავდით ქართული ჟურნალისტიკის ამბავს და მან პრობლემა რაც არის საბოლოო ჯამში ის არის რომ ეს რადიო თავისუფლების და ზოგადად ანუ სხვა მედიების ნაწილი ცდილობს რომ ეს რაღაცნაირი მართლა დავარცხნილი ჟურნალისტიკა გააკეთოს და რაღაც ჰუმანურები იყვნენ თუ არ ვიცი რა რაღაც ანუ რა შეხედულება აქვს არ ვიცი რა დროს ანუ და ამ ასე რა ქვია მეორე მხარეს არის რუხაძეთა შალვა რამიშვილი რომლებაც ანუ ზუსტად იციან რას აკეთებენ რომ ანუ იციან რომ ანუ პროპაგანდას ეწევიან და იციან რომ რასაც ლაპარაკობენ ეგ არის ტყუილი უბრალოდ ანუ მათ ყლეზე კიდიათ რომ ტყუილს ლაპარაკობენ და აქეთ ამ ხრიდან ესენი რომ ახვედრებენ რაღაც არ ვიცი მე ევროპული სტანდარტების ჟურნალისტიკას და კაი აი ოჯახზე არ ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ეს პირადულია და ესეთი რაღაცები არის ყლეობა იმიტომ რომ ანუ თვითონ ოჯახზე კი არა რა შეგიძრებიან პროჭში და გამოგიღებენ პროჭის ყველა იმას რა ქვია ბეწოს შესაბამისად შენც ასე უნდა მოიქცე თუ გინდა რომ გადარჩე ხო გეთანხმები აუცილებლად ესეთი აი ეს არის ცუცკი ჟურნალიზმი ჟურნალისტიკა უბრალოდ მოდი ხა ჩავყვეთ რამდენიმე შეკითხვას აი ჯო უილსონზე რას ფიქრობთ და მოდი ხა ბორემ საერთაშორისო იმაზე ვისაუბროთ სიტუაციაზე ეხლა იწყება ამერიკის პაქს ამერიკანას გამოცოცხლება ასე რომ ვთქვათ ვისაც ისტორია უყვარს ან იცის ეცოდინება პაქს რომანა რომელიც იყო პირველი 2 საუკუნე ფაქტობრივად რომის ისტორიაში რომის იმპერიის ისტორიაში ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი და მეორე საუკუნე სადაც რომი იყო ჰეგემონი პაქს ამერიკანა დამყარდა მეორე მსოფლიო ომის მერე, სადაც ამერიკა იყო ჰეგემონი და განსაკუთრებით დამყარდა 90-იანებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ეხლა ბოლო რამდენიმე 20 წელი ალბათ ბუშის მერე ზოგადად ეს მოირხვა. მაგრამ ეხლა ამერიკას ხავს პრეზიდენტი, რომელსაც
ეს არ აინტერესებს. უნდა რომ ამერიკა იყოს ისევ იმპერია და ამერიკა არის იმპერია. უბრალოდ მე მგონი დონალდ ტრამპი პირველია ის მე რა ქვია, ალბათ რეიგანის მერე რომელიც თვალს უსწორებს იმ ფაქტს, რომ ამერიკა არის იმპერია და უნდა იქცევდეს იმპერიასავით. ამიტომ თქვენ არ გქონდეთ ილუზია იმისა, რომ დონალდ ტრამპი რაიმე დათმობაზე წავა პუტინთან. თუ პუტინს 1 მეტრი უკრაინის მიწას კი დაუთმეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ როუგ ქვეყნებს შეუძლიათ თავისი მეზობლები აბულინგონ, ისე რომ ამერიკა ამაში მონაწილეობას არ მიიღებს და არ ჩაერთვება. ეს ამისად არავითარ შემთხვევაში არ დასრულდება ეს ომი ისე, არ ვიცი რამდენ ხანში დასრულდება, მაგრამ ისე არასდროს არ დასრულდება, რომ პუტინს რამე ერთი მოგებაც კი კონდეს. და ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინს თუ რამე მოგება არ ექნება, არ ექნება მოგება ბიზნესაც, იმიტომ რომ მაგათი მთელი პროპაგანდა დამეთანხმებით ბატონარატე აწყობილია იმაზე, რომ აბა ომი გინდა და თუ აღმოჩნდა რომ უკრაინას რომელსაც ომი არ უნდა, მაგრამ მიიღო ომი და გაიმარჯვა მერე, გამოდის რომ ქართული ოცნება ვინ იყო? ლაჩერები ჩვეულებრივი, რომლებიც არიან რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მესიჯი გაიგზავნება პირდაპირ. და დესტაბილიზაცია მერე ნახეს თქვენ და ჩამონგრევა რეჟიმის და რაც შეეხება თვითონ ჯო უილსონს, ამაში ქართული მედია ჩვენ ძალიან გვატყუებს და გვეუბნება, რომ ჯო უილსონი არის ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი და რაღაცა. ჯო უილსონი არის უბრალოდ სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი, რომელსაც დიდი ალბათობით ტრამპთან არანაირი საერთო არ ქონია დაჟე ის რა ქვია პირველი 4 წლის განმავლობაშიც კი უბრალოდ ეხლა ჩვენ გვაწყობს ქართული მედია გვატყუებს მის მნიშვნელობაზე, მაგრამ არ ამგონია რომ შედეგი შეიცვალოს, ანუ სანქციები გაუარესდება ეხლა ალბათ. თქვენ რას ფიქრობთ ბატონო? ხო, მაგაზე უპასუხე და მე ჯი, ანუ შეკითხოს უპასუხოთ არ დავტოვებ, ანუ რატო პირჟავ ვიღაცებთან, ანუ მაგალითად მე უპასუხებ. ხო, ანუ საბოლოო ჯამში, ანუ ეს რატო გვინდოდა მაგალითად ის რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩენილი იყო იქ სასახლეში სადაც იყო, ანუ ეხა საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა დედა აქვს ბოტყმული და არავინ მისი მშველელი არ არის. თუმცა რამდენად ვიცით ევროპელების ეს რა ქვია მოზომილი პოლიტიკიდან გამომდინარე ეს სანქციები იქნება თუ რაც იქნება ძალიან იწელება და აი სალომე ზურაბიშვილის იქ დარჩენა საწინააღმდეგოს გაწევას შეეძლო რომ ეს ყველაფერი დაეჩქარებინა და პროცესები წაიყვანა იქითკენ რომ რაღაც არ ვიცი უფრო სწრაფი ყოფილიყო ეს სანქციები თუ არ ვიცი რეაქციაც შესაბამისად უფრო ხისტი ყოფილიყო ამ ყველაფერზე მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა რომ არ ვიცი ტკბილის იბერე კონდეს და ალბათ სავარაუდოდ ევროპაში და არა საქართველოში. კი ბატონო. ხო და რაც შეეხება ანუ ზოგადად სიტუაციას ხო ანუ კი ანუ დანძრეული აქვს, მაგრამ რა ვიცი მე რა როდის იქნება სანქციები, იმიტომ რომ ზოგადად აი ამერიკის იმედი თუ გექნება რა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ევროპული სანქციები საზოგადოება. ხო, ანუ ძალიან იწელება რა, ანუ იმხელა ბიუროკრატია არის მაგათთან, რომ რა ვიცი მე, ანუ როდის მოვა ჩვენამდე, ნუ ინდივიდუალურად თუ იყო ჩაღებენ ოპოზიციონერები და უნდა აღნიშნოთ ცალსახად, რომ საერთაშორისო და ეს რა ქვია, აღიარება რაც აქვს ქართულ ოცნებას და აღიარება რაც აქვს ოპოზიციას, ეს ცალსახად არის მათი დამსახურება. შესაბამისად, მე მგონი რომ აქაც ეს რა ქვია ზედმეტად ყლეობებზე აჯვამენ ოპოზიციას, რომ არაფერს აკეთებენ. ნუ ცხადია რომ პრობლემები აქვთ, მაგრამ ანუ ასევე ცხადია რომ კარგად მუშაობენ ევროპაში და ამერიკაში. ეხლა რაც შეეხება იმას, რა ქვია, ჯის შეკითხვას, ილიანის სტუდენტური მოძრაობა არის ნძრევა, მას რატომ ბიჟავთ მაგათთან? ილიანის სტუდენტური მოძრაობა კი არ არის ნძრევა, ზოგადად ყველა სტუდენტური მოძრაობა ჩემი ერთ არის ნძრევა და ეს მე მათთვისაც მითქვამს რომ არის ნძრევა. უბრალოდ რავი, ანუ მან ვსწავლობ და რა ვიცი მე ჩემი მეგობრები არიან, რავი, ეხლა მათ შორის რავი პოდკასტი ჩავწერეთ და მანდაც კვირას თუ შვიას შაბათს დადებენ და შეგიძლია მანდაც მიყურო და რა ვიცი მე ლაიქები დაგვიწერო. მაგრამ ანუ მან საბოლოო ჯამში იმაზეა რომ რავი მარტო მაგათთან არ ვარ და ეს რა ქვია. ეხლა თუ მაგალითად მარტო იჯმეინები და რაღაც არაფერს არ აკეთებ იმისთვის რომ რა ვიცი სხვა ადამიანები დაარწმუნო იმაში რაც სწორია, მე მგონი რომ მასე საერთოდ ვერაფერს ვერ მიაღწევ და მე მაგას არ ვაკეთებ. ანუ რომ დგავარ იმ ადამიანებთან თუნდაც აქციაზე არ ვეუბნები რომ კი კარგია რომ ხორმს ცეკვავთ. ანუ ვეუბნები რომ ყლეობაა ეს და არ შეიძლება ამის კეთება. ამიტომ ხო რა ვიცი. იგი ეს იქნება ჩემი პასუხი ბათთან ბირჟაობაზე. ეხა ბლიც პასუხებს გავცემ თუ შეიძლება შეგეთხოთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ესა რა ქვია დავტოვო ჩვენი მაყურებელი ესე ყურით მოკლედ. ესე იგი მათი რადიო თავისუფლების სადებატო გასვლა ხომ არ გიფიქრიაო? არ მიფიქრია, იმიტომ რომ რადიო თავისუფლების დებატები არის ნძრევა. მაგალითად
რომელიც მოიყვანა, როდესაც აი ამ ბოლო დებატებზე ყავდათ ერთი ადამიანი გამოყვანილი ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ მე 2020 წლამდე ვიყავი ქართული ოცნების პოზიციის მხარდამჭერიო. შეყლეო 2020 წელს თუ კოცი იყავი, ესე იგი ყლე ხარ. არ უნდა იჯდე მან და ჩემი სახელით არ უნდა ლაპარაკობდე. შესაბამისად თუ ესეთ ხალხს უშვებენ იქ რადიო თავისუფლებას აწყობს რომ ყლეები არ აპარაკოს და მე მოგეხსენებათ ყლე არ გახლავართ, ამიტომ მე იქ არ გავალ. ეხლა შემდეგი. ენუმის რო საერთოდ ჩაეხან თავის კანდიდატურა არჩევნებამდე თქვენი აზრით ქართული ოცნებას მთლიანი კამპანია ჩაიშლებოდათ? არა. ამ არჩევნებაზე არა, მაგრამ შემდეგ არჩევნებზე აუცილებლად უნდა ჩახსნას, ანუ ეხლა თუ მიიღწია ყველაფერმა სიტუაციამ ოქტომბრამდე და რაღაც ადგილობრივი არჩევნები არის ეხლა, მაშინ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა ჩახსნას თავისი კანდიდატურა. არჩევა მარტო იაგო ხვიჩე, რომელიც არის ყლე და მაინც მარტო რო იყოს, მაინც არავინ არ მისცემს ხმას. რაზეც ხარ ბატონო მათე ალექსანდრე დიდ ქართულ მეფე ისტორიაზე მე ვსაუბრობ ჩემს მეორე არხზე სახელად ფლეშბექი შეგეძლიათ მოზამნოთ და იქ ოდესმე მექნება ალექსანდრე დიდზე საუბარი და შეგეძლიათ მაგას დაელოდოთ. გამოიწერეთ აუცილებლად. ესე იგი მე მგონი ხო, მოვჩით ქართული პარტიების სკაირემის რომელი რასები იქნებიან. თქვენ ათამაშები გაქვთ სკაირემი ბატონო რატი? არა, სამწუხაროდ მე ეს თავაშებთან არ მაქვს კარგი დავაკეთებ. კი ბატონო, მაშინ მე Skyrim-ის უცებრობას ვხებ Skyrim-ის მხრივ არა, მაგრამ გეტყვით Fallout-ის მხრივ რომელია. ამაზე მიმიც მაქვს გაკეთებული კაცო. ესე იგი, ნაცები არიან ენკლეივი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ნამდვილი ნაცები აღარ არსებობენ სამწუხაროდ. ეს რა ქვია, Mr. House-ი არის ბიზინა, იმიტომ რომ მილიარდერია და მეტი არაფერი, თორე ეს სინამდვილეში Mr. House-ი ძალიან კაცია. ლელო და ახალი არის NCR-ი და ეს რა ქვია რა და twin დარჩა კიდე ქართული პარტიებიდან ვინმე გამორჩა, ლეიბორისტები არის ცეზარი, მეტი არაფერი. მორჩა. ერთხელ ზევით იყო კიდე ერთ შეკითხვა, რომელზეც შეგვიძლია დავხუროთ ჩვენ დღევანდელი განაცემა. შეკითხვა იყო ნაც ლეგენდებიდან ყველაზე მეტად ვის აფასებთ, ანუ ბენდუკიძე, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ნუ მეიშა თვითონ და ასე შემდეგ. მე ცალსახად ადეიშვილს. აჰა, ოკეი, რატომ? იმიტომ რომ ადეიშვილზე, ბიჭო, მან კარგი ამბავი არის რომ ჯერ ერთი ადეიშვილმა დაახია ასლანს ეს რა ქვია, რა ერქვა იმ ქარხანას დამავიწყდა, რასაც კახეთში ქონდა რაღაც ქარხანა, მოკლედ ზუსტი ისტორია აღარ მახსოვს და დედა მოუწყდა, რაც არის აბსოლუტურად სწორი. აუცილებლად. და იუსტიციის ეს რა ქვია, ის რო დღეს მაგალითად ჩვენ არ გვიწევს ტვიდის თქნა რომ საბუთები ავიღოთ და ყველაფერი კეთდება ძალიან მარე, ეს არის 90% ადეიშვილის დამსახურება, ამიტომ მადლობა მას. კი, საქართველოში ბიუროკრატია მოქალაქისთვის. კი, საქართველოში ბიუროკრატია მოქალაქისთვის არის ალბათ პირველი მსოფლიოში. მოდი ვთქვათ. იმიტომ რომ ევროპაში ახლა ჩვენი საერთო მეგობარი არის იქ ნაყოფი და ეცოდინება იქ ცხოვრობს ახლა და ეცოდინება რამდენად რთულია ალბათ ბიუროკრატიაში ბრძოლა გერმანიაში თუნდაც. ამერიკაში მე ვარ ნაყოფი და გეტყვით რომ ამერიკაში საშინელებაა ეს ყველაფერი. ბიუროკრატია საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. ნუ საშუალო მოქალაქის იურიდიული უფლებებისთვის ყოველ შემთხვევაში. და ეს არის ზურაბ ადეიშვილის დამსახურება. თუმცა მე ვიტყოდი რომ ვანო მერაბიშვილი მაინც არის, იმიტომ რომ საქართველოში კრიმინალის დამარცხება 2003 წელს იყო აი ტიტანური საქმე მართლა ამას რო შეხედავდა ვინმე რო იფიქრებდა რომ ეხლა როგორ მოვაცილოთ ეს ყველაფერი დიდი ალბათობით ყველა იფიქრებდა რომ ეს შეუძლებელია თუმცა ვანო მერაბიშვილმა ეს შეძლო და მარტო ამიტომაც ღირს მისი დაფასება ასევე არ დაუკარგოთ წვლილი შაუთაუთ თუ მაინიგა გია ბარამიძე რომელიც ჯერჯერ თავიდან იყო ესა რა ქვია შინაგან საქმეთა მინისტრი მანთან ეს საინტერესო ამბავისაა რომ მერაბიშვილს არ ქონდა ეს ევროპული და ამერიკული გამოცდილებიდან ვერაფერს ვერ აიღებდა იმიტომ რომ საპოსტაფში და ქვეყნების უმეტესობაში 2003 წელს ყველას დედა ეთყნებოდა და შესაბამისად ანუ მერაბიშვილს უწევდა რომ თავისი რაღაც არ ვიცი მე ხედვიდან გამომდინარე გაეტარებინა რეფორმები რაც ცალსახად ბევრად უფრო რთული არის ვიდრე უკვე რაღაც დატესტილი და წარმატებული რეფორმის საქართველოში გადმოღება რაც დიდწილად ხდებოდა სხვადასხვა საკითხებზე მაგრამ ეს პოლიციის რეფორმა შეგვიძლია ვთქვათ რომ ავთენტური ქართული რეფორმა არის რომელსაც ბატალი არ ყავს კი ნამდვილად ან სოფლიო დონის რეფორმა რომელსაც შეგახსენებთ რომ რუსეთშიც ქონდა მცდელობა რომ გაეტარებინათ ეს რეფორმა თვით რუსეთში ჩვენს მეგობარს უნდა რომ ჩვენი მისი სიტყვა გავაჟღეროთ და შენ გააჟღერებ მაინც უფრო ფილოსოფოსი კაცი ხარ უკვე ეს სიტყვი. კი ბატონო და ჩვენი მეგობარი აკეთებს ვეფხის ტყაოსნიდან პარალელს მერაბიშვილზე, ადეიშვილზე და სააკაშვილზე სავარაუდოდ. ხო, ან ბენდუკიძე ხო. ბენდუკი ხო შეიძლება ხო არ ვიცი. მათ სამთა გმირთან ნათობთა სჭირთ ერთმანეთის მონება
აქ ვთავრდება. მეგონა რომ გააგრძელებდა. ყველა გმირები არიან, რაც ცალსახად მართალი არის, ხო? მეც გამიჭირდა რომ დავესახელებინა, მაგრამ ხო, ადეიშვილთან პირადი სიმპათიები უფრო მაქვს ვიდრე სხვებთან. და ეს სამართლის სფეროც შესაბამისად, რადგან ცოტა უფრო მეტად მაინტერესებს, ამიტომ კი ბატონო, ანუ ესე იგი, ერთმანეთის გარშე ესენი ვერ იქნებოდნენ და ნუ რაც თავარია ახლა ჩვენ მომაყურებელმა ახსენა რომ ფიურერი არავინ არ დაასახელავდა. მიშას გარშე ეს ყველაფერი არ შედგებოდა. ანუ ეს არის ორგანიზმი. ახლა გულის გარშე თქვენ იზოცხლებთ, ვერა. ტვინის გარშე, ვერა. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ერთმანეთს აცოცხლებს და მე მგონი ასე ცალკე გამორჩევა ცოტა არასწორია, მაგრამ მაინც ვანო მერაბიშვილის ვატლს დავაფასებ რა. კერძო ხაზს გავუსვა. ცეხე არც ცოტა რაც ღირსეულად მოიხადა ამიტომ. კი, ანუ ხო ეგეც აუცილებლად ხაზგასასმელია რომ ნუ ეხ ბოდიში მიშასთან, მაგრამ მიშას განსხვავებით რო ჩაჯდა ეს ცეხეში, ანუ ჩუმად იყო და კაცურად იყო და მე ჩალიჩებოდნენ რომ მიშა დაესმინა და არ გააკეთა ეს და მიშა რო ჩაჯდა დაიწყო რაღაც პერფორმანსები და რა ქვია შიმშილობები, რომელიც ეხა მიშას პიროვნებას თუ გავითვალისწინებთ, ისე უყვარს ჭამა, რომ მაგისთვის შიმშილი ძალიან დიდი პიროვნული გმირობა იყო, მაგრამ ნუ ეხა ეს მაინც წუწუნი იყო, უნდა ჯდარიყო ჩუმად ციხეში. ხო რა, მე მგონი თუ გაქვთ რამე დასამატებელი, ჯერჯერობით შეგვიძლია დავიყვანოთ ეს დასასრულისგან დღევანდელი ჩვენი გმირობა. მე მეტი არაფერი, თუ კითხვები იქნება კიდე ჩატში, არავე კომენტარები, დიდი შეავონებით. დიახ. ისინი ერთმანეთს დიახ. სწორია. დიახ. კარგით, მადლობა ძვირფასო ზუმერძმებო ყურებისთვის. იმედია საინტერესო ინტერვიუ გამოდგა. მე ხა ქართველი ჟურნალისტებით ესე ყველა სიტყვაში ვერ შეგეჩერი სამწუხაროდ, მაგრამ ჯერ დამწყები ვარ და რამე მინდელა ვისწავლე ამას. ხო, და რაც თავარია, მოდი ხა ჩვენი საერთო პროექტის შესახებაც შეიძლება დავაანონსოთ, რომ შეიძლება რატი კიდე არაერთხელ დაბრუნდეს ჩვენს არხზე. თქვათ ხო ეს მოდი. ბატონო, ეს მეტწილად დამოკიდებულია ასევე შეგვიძლია აქვე გავტესტოთ, რადგანაც საინტერესო იყო ეს საუბარი და შესაბამისად რეაქციას დასკვნები გამოვიტანოთ. კი, ჩატ ხუთები დაგვიწერეთ თუ გადასარევად ვისაუბრეთ და საუკეთესო საუბარი გქონდა ჩვენ ახლა ამ დროის ამ მონაკვეთში. დავალოდოთ ჩატს, igen, ჩამორჩენილები არიან ხო ისი და. ხუთებიო, ძალიან გილოცავთ, ძალიან კარგია. შვენიერია. არა, ჯო ვილსონი არ ყავთ ნაყიდი ოპოზიციაში, ჯო ვილსონმა უბრალოდ აღმოაჩინა ესეთი რაღაცა სახელად ქართველ ექსპლუატაცია, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ქართველებს თუ აღმოაჩენ ინტერნეტში და რამე კარგ სიტყვი ქართველებზე, ეგრევე დაგესავიან ქართველები და ხოტბას შეგასხამენ. ამიტომ ეს რა ქვია, ეს ლევანტეს ადმინმაც აღმოაჩინა, კანადა ბოლის ებრაელმა ადმინაც აღმოაჩინა და ჯო ვილსონმაც აღმოაჩინა. ეს არის და ეს. კარგით. გმადლობთ, როგორც ჩანს ხალხს მოეწონა, ამიტომ ჩვენ მათ შორის არ გამოვრიცხო, რომ პესეჟე კვარაცხელია პირადად იმისთვის იყიდა, რომ მეტი რეაქტები მოეგროვებინა პოსტერში. არა, გამორიცხული კი ბატონო. ამიტომ მადლობა დღევანდელი სტრიმზე სტუმრობისთვის და დაგემშვიდობებით დღეს ძვირფასო ზუმერებო. ნახვამდის. გაზიარეთ და გააზიარეთ. დიახ, დროებით.